მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მინდა პირველ რიგში მშვიდობიანი დღეებით ისურვოთ და უფლის წყალობა ყველგან და ყოველთვის. მე გახლავართ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ეს კი ტელეკომპანია PKTV-ის რუბრიკა არის რეალური ანალიზის საზოგადოება და სამართალი. აი ეს გაერთიანება, უსაფრთხოება და საზღვრები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სტუდიაში ყავს ბატონი გელა ხუციშვილი და აქვე დავამატებდი, რომ რუბრიკა არ არის გადაცემას დავარქმევთ იგივე სახელს, გვახსოვდეს საქართველოს სხვადასხვა ეს ბატონი გელას შერჩეული სახელწოდება იყო თავიდან, როდესაც ჩვენ გადაცემას სახელს ვიძებნიდით და უცებ ბატონმა გელამ თქვა, გვახსოვდეს საქართველოს, იმიტომ რომ მას ყოველთვის ახსოვს თავისი საქართველოს. ის მართლა გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ არის მართლა ქართველი მამულიშვილი ყოველგვარი რაღაც დანამატების გარეშე. ამას გულწრფელად ვამბობ და ბატონ გელას მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ის არა მარტო თქვა PKTV-ის ხშირი სტუმარია, ის ასევე ჩემი თავის დროზე საქართველოში გამომავალ ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალ პრეს პრემიერის, ანუ ჩემი ჟურნალის ხშირი სტუმარი იყო, პრინციპში შეიძლება ითქვას, იმდენად ხშირი, რომ ხშირად მასპინძელიც კი მეგონა ხოლმე. და მიყვარდა მაშინ საქართველოს საზღვრების თემაზე ინტერვიუები და ბოლოს იყო 2005 წელს, სანამ ჟურნალის დარღვევა მოხდებოდა არაჩვეულებრივი პოლიტიკური პროგნოზი, რომელიც პრინციპში დღემდე მართლდება და ეს მაშინ დიალოგი ჰქონდა მე და ბატონ გელას, ინტერვიუ დიალოგი და ის არის 2005 წლის აგვისტოს, უпростоად ივლისის ნომერში განთავსებული, ანუ ბოლო ნომერში, ნომერი 56 აი ამ ჟურნალისა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ დღეს, რა თქმა უნდა, ხვდებით, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვან და საჭიროა აუცილებელ საკითხებზე, საქართველოსთვის აუცილებელ საკითხებზე საუბარი, ისევე როგორც სხვა გადაცემებში და სხვანაირად არ შეიძლება. ბატონი გელა რეგალიების წარდგენა აღარ ჭირდება მაყურებელს, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი, იგი გახლავთ პოლიტიკოსი, საკმაოდ ცნობილი პოლიტიკოსი, სამხედრო პირი და სხვათა შორის ძალიან მაღალი სამხედრო პირი, მაღალი რანგით, ეს გახლავთ პოლკოვნიკი. 2018 წელს ბატონი გელა გახლავთ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი და აი ახლა ის რომ ბატონი გელა იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ჩხეიძის დროს და ასევე სასაზღვრო ძალებში სარდლის მოადგილე იყავით, ხო ბატონო გელა? და ძალიან ბევრი რეგალია მას შიგადაში გეტყვით, იმიტომ რომ არ გადავყავოთ მისი რეგალიების წარდგენით და მე უბრალოდ ერთი საინტერესო კითხვა მიჩნდება, აი ახლა პოლიტიკური ამბიციების შემდეგ ბატონო გელა, თქვენ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა უფრო დაბალი რანგისკენ მინისტრები შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ საკრებულოს რიგითი დეპუტატობის კანდიდატი ბრძანდებით ამბროლაურის რაიონში, სადაც იყავით თქვენ კომუნისტების პერიოდში რაიკომის პირველი მდივანი და მაშინ აქვე ვიტყვი ბატონო გელა, რომ 2013 წელს ბატონი გელა ხუციშვილი გახლავთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ასევე იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ მაშინაც აი თავისი ქართული მამულიშვილური ინტერესებიდან და მოღვაწეობიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნა და ამაზე ჩვენ სხვა წინა გადაცემებში ბევრი გვაქვს ნასაუბრები და შეგიძლიათ ამოყაროთ YouTube-დან, ჩვენი ვებ-ჰოსტინგიდან ეს გადაცემები, იქ ნახავთ, მაგრამ ისიც მინდა თქვა, რომ სასამართლოში ბატონმა გელამ გაიმარჯვა, მაგრამ მე უკვე როგორ განვითარდა მოვლენები აღარ ვიცი, ფაქტია, რომ ბატონი გელა თავისი ძირითადი სპეციალობით გახლავთ ისტორიკოსი, ასევე პედაგოგი და პროფესორი არის სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში და მათ შორის თელავის უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარს და ამას ხაზი რატო გავუსვიცით?
ჩემი წარმოშობა თელავიდან არის. თელავი. კი, აბა რა. დიდებული თელავი. ოდე ძალიან მეამაყება რომ თქვენი იქხართ. ანუ გელა, კიდევ და კიდევ მოგესალმებით და ძალიან მომენატრეთ გულწრფელად გეტყვით, როგორც რესპონდენტი, როგორც აი ძალიან კარგი, ჩემთვის ცოტა უფროსი მეგობარი. აი, რას გეტყვით? რა პროგრამით აპირებთ მოსვლას დღეს უყევამ რაღაცა ესეთ დიდი რაღაცა პროგრამები მეცინება ამ სიტყვებზე, იმიტომ რომ მე არ ვიცი აბა დიდი და რაღაცა მნიშვნელოვანი პროგრამები რა არის. ძირითადად რაღაცა პენსიების მომატებაზე, მეტროს სადგურების დამატებაზე რა ის უნდა ძალიან კარგია. და ტრამვაის აღდგენაზე და ესეთ რაღაცებზე მიდის საუბარი, მაგრამ სინამდვილე დაპირება ერთია, სინამდვილე მეორე. აი თქვენ უმცირესობიდან მოდიხართ, აპირებთ მოსვლას და მე მინდა რომ წარმატებები გისურვოთ პოლიტიკაში. აი და ამბროლაურის რაიონში, მაგრამ თქვენ როგორც ქართველისთვის, მამულიშვილისთვის და არა მარტო ამბროლაურის რაიონისთვის, საქართველოს ძალიან მტკივნეულია. აი რას აპირებთ, რა პროგრამით მოდიხართ? ახალს რას? მადლობთ, კეთი. ხო, სხვათა შორის თქვენ სასაზღვრო ჯარები ახსენეთ ვალერი ჭეიძის. დიახ. ხელმძღვანელობით, ხვალ მისი დაბადების დღეა. ხვალ ქეთევან წამებულის უხსენიების დღეც არის. 26 არის და გადაცემა 26 სექტემბერი. უკაცრავად 26 სექტემბერი. 26 სექტემბერი. გადაცემა იწერება 2025 წლის 25 სექტემბერში. კეთი, რეალურად შევაფასე ჩემი შესაძლებლობები. ისიც ხედავ, რომ ცოტა განსხვავებული, ანუ ესეთი გამოთქმა ყვავის გუნდში თუ მოქცევი, თეთრი ყვავი არ უნდა იყო, უნდა იჩხალო. არ გამოვიდა ჩემი სინქრონი აი ამ ადამიანებთან, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს დღეს. განა იმიტომ, რომ მე მათზე რაიმეთი უკეთესი ვარ. უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ ხო, დღეს ყველაფერს ფული მართავს. და მე კიდე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც კიდე ჰქონდა ენთუზიაზმი და იდეალები. გამართოს საქართველოს. ხო. თანადამოუკიდებლობა და თავისუფლება. თან შევხედე, რომ უკვე წლებმაც ისე მოაწია, რომ მე დიდი საქმეებისთვის რესურსი დრო აღარ მეყოფა და ისევ იქ მივედი, საიდანაც დავიწყე პოლიტიკაში მოსვლა. 86 წლიდან ამბროლაურში დავიწყე ეს ამბავი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადამიყვანეს ბიუროს დადგენილებით პარტიულ სამუშაოზე. ნელ-ნელა და შემდეგ აი ესე მოვედი აქამდე. დიახ, ჩემთვის მართლაც საკმაოდ ამბიციური განაცხადი იყო საქართველოს პრეზიდენტობაზე გავკადნიერდი, მაგრამ ეს ოფიცერთა გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერა იყო და მათ უარი აღარ უთხარი. მაყურებელსაც შევახსენებ, რომ აი ეს სხვათა შორის მე ძალიან მიხარობდა და იმ პერიოდში ზაქარია როჭიკაშვილიც იყო ჩემი პრეზიდენტობის კანდიდატი. მე ძალიან მინდა რომ გაიმართოს საკუთრება. მადლობთ. საქართველოს ჭეშმარიტი გულშემატკივარი ჭირდება პოლიტიკაში. აქ გამარჯვებაზე კი არ არის ლაპარაკი. აქ უბრალოდ მე ვთავაზობ ჩემს ამბროლაურელ კოლეგებს გამომიყენონ ჩემი გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, თორე ისე წუთის სოფელი როცა მიყენებს, მიწათქე მაინც გამომიყენებს. ბოლოს მაინც აკავარ. კი, სხვათა შორის ვკითხე ნევროპათოლოგს, ვის იმრალია მეთქი და მუხრუჭები გაქვს მოცვეთილიო. უკვე ასაკოვანი ხარო. ხო და ეხლა მითხრა გითხრათ. სულ ახლა თავარანგელოზობას ბატონგელას დაბადების დღე ქონდა, მე არ ვიტყვი ასაკს, იმიტომ რომ 70-ს გადავცილდი. ესე იგი, ამბროლაურის რაიონი ძალიან საინტერესოა და თან კიდე ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს ის მართულება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი, საიდანაც ძალიან დიდი საქმეები დაიწყება ქვეყნის გამთლიანების და ამავე დროს იმ მტკივნეული პრობლემების გადაჭრის გზის მოძებნით, რასაც ტერიტორიული ინტერესები ქვია და სხვა. რა კონკრეტულად საიდან დაიწყებთ? საიდან დავიწყებ? პირველი ის არის, რომ საკრებულოზე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას და გამოვთქვავ სურვილს თანამშრომლობისას. იცით,
შეიძლება არჩევნების წინა პერიოდში იყოს ოპონირება ერთმანეთთან დაპირისპირება, საკუთარი აზრის დემონსტრირება, მაგრამ როდესაც მთავრდება არჩევნები და როცა იწყება უკვე ქვეყნის საკეთილდღეო ხალხის სამსახური, იქ უნდა იყოს უკვე სრული ჰარმონია. არის რაღაც საკითხები, რადგან შეიძლება ვიდაოთ და კამათში ჭეშმარიტება იბადება, მაგრამ ჩასაფრების პოზიციიდან ყოფნა ბორბლებში ჯოხის შეგდება და იმის სიხარული რა იმას შეეშალა და ეს ხო ქვეყანას აზიანებს. ეს ხო არ არის ჩემი და თქვენი, ეს არის ჩვენი თვალინდელი დღე. ამიტომ მინდა აქაც მაგალითი უჩვენო ჩემს კოლეგებს თუ პარტიულ ოპონენტებს, რომ ერთად დავდგეთ და ვაკეთოთ ქვეყნის სასიკეთო საქმე. ეხლა თქვენ გითხავთ, რა უნდა გააკეთო ამბროლაოში მნიშვნელოვანი? მოდით ბატონო გელა, ძალიან გთხოვთ მაგაზე გადაცემის ბოლოს ვისაუბროთ, მაგაზე დაგითმობთ თქვენ აუცილებლად დროს, მაგრამ სანამ რა უნდა გააკეთოთ, მანამდე პრობლემაზე ვისაუბროთ. და ის მითხარით, პრინციპში გამოვა მაგაზე სათქმელი, რომ აი პრობლემებს რო დაგვიყენებთ და დაგვილაგებთ და გვაჩვენებთ პრობლემებს, ხო მე უკვე რა უნდა გააკეთოთ, ლოგიკურად მოყვება ეს სასაუბროდ. აი ბატონო გელა, საქართველო და მით უმეტეს რაჭის რეგიონი არის უმძიმეს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი არის უმძიმეს მდგომარეობაში. დაყიდულია ყველაფერს თავი დავანებოთ მეწყერულ ზონებს და ის რაც აი სულ ცოტა ხნის წინათ შობის ტრაგედია შეუძლებელია რომ არ გაიხსენოს ადამიანმა ეს უმძიმესი ტრაგედია და არა მარტო შობის ტრაგედია ძალიან მძიმე სიტუაციაში არის მეწყერული თვალსაზრისითაც მეწყერების თვალსაზრისითაც შემდეგ იგივე უღელტეხილი მამისონის უღელტეხილი არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ რომელიც გაყიდულია მე იქ ჰესების მშენებლობა რომელიც არ შეიძლება რომ არ გავიხსენოთ და უამრავი რამ რაჭა ეს ულამაზესი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ნუ სვანეთზე და იმაზე აღარ გეკითხებით მაგრამ შეიძლება თქვენ ამაზედაც მთიანეთზე საქართველოს მთიანეთზე და იმერეთზე ზემო იმერეთზე ალბათ გაამახვილებთ ყურადღებას თუ კი გექნებათ ამისი სურვილი თუმცა ეს თქვენთან როგორც საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთან ახლა ამ წუთას არ შემოდის ეს საკითხები, მაგრამ როგორც პედაგოგთან და ისტორიკოსთან, რომელიც ახალგაზრდობას ესაუბრებით საქართველოს სიყვარულზე, ალბათ გაამახვილებთ ამაზედაც ყურადღებას, იმიტომ რომ სულ ახლახან ზაქარიას ჰქონდა გადაცემა ხარაგაულელ კაცთან, ღორეშას მკვიდრთან კონკრეტულ შემთხვევაში, რომელმაც ხვამრის მთის საიდუმლოებებზე ისაუბრა და თვითონ აწარმოებს გარკვეულ მოკვლევებს ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, საქართველო, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში რაჭა-ლეჩხუმი, რომელიც ძალიან მდიდარი იყო და ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაში არის, საბადოებით შავი ოქროთი, აი ასე რომ ვთქვათ, მე არ ვიცი რა მდგომარეობაშია ახლა. და კიდევ ყველაზე მძიმე მომენტი, მიგრაცია, დაცლა სოფლებისა, ზოგი უმეტესობა ქალაქისკენ მორბის, თბილისისკენ ნეტარ არ შეულობენ თბილისში არ ვიცი და უმეტესობა რა თქმა უნდა გაქცეული არის უცხოეთში. ცხოვრების, პირობების გასაუმჯობესებლად. ნუ ყოველ შემთხვევაში თვით გადარჩენისთვის. აი ძალიან ბევრი დემოგრაფიული მდგომარეობა, სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობა და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ბატონო გელა, მოდით დაიწყეთ თქვენ და იქნებ მე პრინციპში ეს იმიტომ გავაკეთე აი ესე ექსკურსი, რომ თქვენ ისაუბროთ და მე ამ წუთას ხელი არ შეგიშალოთ. პრობლემები, რომელიც კონკრეტულად რაჭა-ლეჩხუმში. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მე ამბროლაური შემოვიპარლები. დიახ. საოცარი სურათი გადაეშალა. არსებულმა მმართველობამ ამბროლაურში შეძლო და დაძლია ის ერთი რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ კომუნისტებიც ვერ ვლიდით, მაშინ ეს არის გზები, თითქმის ყველა სოფელში ბეტონის გზები მიდის, ეს არის წყალი, ყველგან მოწესრიგებულია და მთელი რაიონი გაზიფიცირებულია. გესმით ალბათ ეს რამხელა ის არის. ამავე დროს, რომ გაივლი ქალაქში,
აი კოპცია პატარა ლამაზი ქალაქია და ეს რა თქმა უნდა დამსახურებაა და ვერ დაუკარგავ ამას იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეს აკეთებს. მაგრამ შეიძლება მე ვწდები ჩემი თვალთახედვით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები არის. ჯერ კიდე 86 წელს მეცნიერი პროფესორი ეთნოგრაფი ლევან ფრუიძე ვიტარებდა ლექცია სემინარს და მაშინ აღნიშნა რომ შევიდა დეპოპულაციის ფაზაში რაჭა. შობადობა, სიკვდილიანობა ჭარბობდა. მაგრამ იმ დროს როცა მე დავტოვე ეს რაიონი 19,000-მდე კაცი ცხოვრობდა. მუშაობდა რაჭის სამთო-ქიმიური კომბინატი, მუშაობდა ღვინის ქარხნები, მუშაობდა ადგილობრივი მრეწველობა და საერთო ჯამში 1,5 მილიონი იყო შემოსავალი. ეს პატარა თანხა არ იყო იმ პერიოდის. 9 მილიონი საკასო გეგმა სრულდებოდა ვაჭრობიდან და იმასაც ჩვენ გვიტოვებდნენ, ხოლო 3 მილიონი დოტაციის სახით საკავშირო ბიუჯეტიდან მოდიოდა, რომ შეგვენარჩუნებინა მაღალმთიან ზონებში სკოლა, ბიბლიოთეკა, ამბულატორია. ეს რა მიზნით ხდებოდა, ესეთი დასაქმებული იყო უკვე ხალხი ადგილზე და შესაბამისად ოჯახები იქმნებოდა და კვლავ შეიძლებოდა კვლავ წარმოება მოსახლეობის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს მიაყენა ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმებამ. არ შეიძლება სტიქიურად მიშვებული საზოგადოება თავის ნებაზე გადააკი, ეს პიროვნების თავისუფლებაზე მეტყველებს, მაგრამ მეორე დიდი დარტყმა ეს იყო ვიზა ლიბერალიზაცია. ვეძახით ქალაქში რას შეულობენო უზარმაზარი მასშტაბით მიდის ბინადმშენებლობა. ძალიან შეღავათიან პირობებში ხალხი ყიდის სოფელში მიწას და ყიდულობს სახლს. ყოველ შემთხვევაში ვთვლის რომ უძრავ ქონებაში ჩადო სული. აქ ერთი რამე არის კიდევ. ძალიან ცუდი ტენდენცია არის. ეპოტინება ადამიანები ახლა ამ მიწის სისტემური რეგისტრაციის პირობებში და ფართობებს რაც შეიძლება მეც იღებს და იკანონებს. თითქოს სასიამოვნოა ამის მოსმენა, რომ ადამიანის მიწას სასოფლო სამეურნეო სავარგულებს იღებს, მაგრამ პერსპექტივაში ის ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მოსავალი მოიყვანოს და იმით ირჩინოს თავი. ის მე შეურაცხყოფას არაბის არ ვაყენებ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ის ცდილობს შემდგომში გაყიდოს და შემოსავალი. იცით რა ეშმაკურად არის ყველაფერი, მე არ ვიცი, შეიძლება მე ვწდები, მაგრამ 99 წელს გაუქმდა ქონებიდან გადასახადი. და დარჩა მარტო მათზე, ვისაც 40,000-ზე ზემოთ მეტი შემოსავალი ჰქონდა წლიური. ახლა წარმოედგინეთ, დაიწყო იმაზე საუბარი 4 ლარი ღირდა და 2 ლარი კვადრატული მეტრი, რომ მიწას აქვს არასწორი შეფასება, ჩვენში მიწა ძალიან იაფია და ნელ-ნელა ესე შეეგუა ხალხი და კომერციულმა ფასმა 10-დან 20 დოლარამდე აიწია კვადრატულ მეტრზე. სიგრა ბედნიერია კაცი, რომელიც ფლობს მიწას და იცის, რომ მისი მიწა ასეთი ფასით არის, მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდება ეს ხალხი, რომ ხვალ ისევ ამოქმედება ეს დროებით შეჩერებული კანონი და ეს მიწა ქონებაში გადავა და დააწევა მას ტვირთად. რას გააკეთებს მაშინ? მოიშორებს მას. აქ უკვე სახელმწიფოს ვეღარ შევედავებით, რომ უცხოელებზე მიწა იყიდება, კერძო პირია და მან ადგა და გაყიდა ეს. ეხლა რა დაუპირისპიროთ ამას? რატო როგორ უნდა შეზღუდო ეს საშუალება, რომ სავარგულები არ გაიყიდოს? პირველი რაც უნდა მოხდეს, ყველა რაიონმა უნდა ჩაატაროს დაუყოვნებლივ, შეიძლება გაკეთებულიც აქვს, ინვენტარიზაცია სასოფლო სამეურნეო მიწების. შემდეგ უნდა შეიქმნას საადგილმამულო ფონდი, რომელიც უშუალოდ მუნიციპალიტეტის თუნდაც საკრებულოს კონტროლქვეშ იქნება. საადგილმამულო ფონდმა უნდა ადგილზე დააკანონოს ყოველ შემთხვევაში ან საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს, რომ 9 ჰექტარზე მეტი მიწა თუ გასაყიდად არის გამოტანილი გონიურულ ფასებში, უნდა მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს ეს მიწები, რომ არ გავიდეს ის მუნიციპალიტეტის პარალელს გარეთ. ხოლო შემდეგ იჯარით დაიწყოს ამ მიწების გაცემა, ვიზაც გინდათ, ოღონდ გამოსყიდვის უფლების გარეშე. ეს არის აუცილებელი პირობა, მე ვფიქრობ ასე. მეორე საკითხი ის არის, რომ რატომღაც შეგვაჩვიეს იმას, რომ საქართველო არის აგრარული ქვეყანა. არ არის საქართველო აგრარული ქვეყანა.
საქართველოს ერთი დიდი სოფელია. არა, ქალბატონო ქეთი, გადახედეთ თქვენ ასეთი წიგნი ჩამივარდა ბუკინისტებში ხელში საბჭოთა საქართველოს 70 წლის. ეს არის წიაღისეული, ეს არის მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, ეს არის მანქანათმშენებლობა, საავიაციო მშენებლობა. გეყურეთ რა ხდება, ჩვენ არავის არ გქონდა იმდენი მიწა, რამდენიც ერთსულ მოსახლეზე იქნებოდა საკმარისი. ყოველთვის ესე იყო, იმიტომ რომ ეს მიწები არის ეროზიული, არის მლაშენი ადაგები, არის გაოდო ხო და კონკრეტულად სასარგებლო სახნავ სათესი მიწების ფართობი იმ დროს, როცა მოსახლეობის რაოდენობა 5,800,000 იყო, ერთსულ მოსახლეზე საკმარისი არ იყო. ახლა დღეს ეს არის 99 წლის აღწერის შედეგები. დღეს არ ვიცი, ოფიციალურად არ ქვეყნდება, მაგრამ ალბათ სადღაც ასე იძახიან 3,700,000 ან 4 მილიონი. ეს რა თქმა უნდა მარტო ქართველზე არ არის საუბარი. არა, საქართველოს მოსახლეობაზე. გამდიდრებულია უმეტესად უცხოელები. არა, ჩვენ ყოველთვის გქონდა 5 მილიონშიც იყო აზერბაიჯანელები, ესენი სხვა ხო, მაგრამ დღესდღეობით მე რამდენადაც მომწვდა ინფორმაცია 500,000 ოფიციალურად რეგისტრირებული უცხოელი არის. ახლა ხან შემოსული. ამას დავუმატეთ თქვენ სტუდენტური ვიზების მქონე რამდენი არის და საოცარია ერთ კოლეგს სამთავროს მეორეში აგრძელეს, მეორე სამთავროს მესამეში რომ სტუდენტური ვიზით შეინარჩუნოს საკყოფა და არალეგალი კიდე სხვა არის ეს. Ну, რა თქმა უნდა, ახლა ეს უკვე სხვა კომპეტენტური ორგანოების ჯელობის საგანია, რაჭაში ჯერ ეს ტენდენცია არ შეინიშნება. მეორე საკითხია, რომ ხო, ინდუსტრიალიზაცია უნდა მოხდეს რაიონის. იქ არის ბარიტის, მე ვიძახი რაჭა-ლეჩხუმზე ზოგადად. იქ არის დარიშხანის, რომელიც საკმაოდ ძვირფასია, უსვამდნენ პრეპარატებს, რომელსაც დიდი მოთხოვნილებაა შუა აზიაში და ახლა ამ მოთხოვნილებას ჩინეთიდან შემოტანილი თიკმაყოფილება, რომელიც ხარისხით დაბალი არის. იქ არის ურანი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ატომურ მრეწველობაში და მესამე საკითხი არის დემოგრაფიაზე უკვე მოგახსენეთ, ხო? მიწებისთან მოგახსენეთ, ეს არის. მესამე საკითხი არის სატრანსპორტო მაგისტრალი. როდესაც საჩხერე ამბრონი გაკეთდა გზის მონაკვეთი, მაშინ გამახსენდა ერთი ძველი გეოლოგის ნათქვამი. ბიძიკოვო მითხრა, ლომი წევს რაჭაშიო და კუდი უდევს ჭიათურაშიო. ჭიათურის მარგანეცი, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ალბათ ეს გათვალისწინებული არის აქ, მაგრამ შემდეგ რა ხდება, ისე ვიწრო გასასვლელი. თავის დროზე, როცა იქ მუშაობდი, დაიბადა იდეა სატრანსპორტო მაგისტრალი. ფოთი, ქუთაისი, ალპანა, ამბროლაური, ონი, მამისონი. მერე მოგახსენება ცნობილი მოვლენები ყველაფერი დაიშალა, მე არც ინიცირების უფლება და არც კიდე აზრის გამოთქმის საშუალება მეძლეოდა. გავიდა ხანი და სასაზღვრო უწყებაში ჩემი საქმიანობის დროს შევძელი, რომ ჯერ კიდევ ვიყავი საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დსთ სარდალთა საბჭოში და იქ მჭიდრო კონტაქტი მქონდა იმათ ხელმძღვანელობასთან. დავასაბუთე, დავარწმუნე, რომ ეს იყო ძალიან რენტაბილური. ცხოდებული ნიკოლე კიშვილი მიჭერდა მხარს ამ საკითხში. მაშინ პორტის უფროსი ვალერი გეგიძე იყო, ისიც მხარდაჭერას მიკეთებდა და წარმოვიდგინეთ თქვენ, როცა შევისწავლეთ ეს საკითხი, მართალია გამტარუნარიერობა ცოტა შეზღუდულია გზის ვიწროების გამო, მაგრამ თუ ყაზბეგის მიმართულებაზე ზვავს საშიშროება არის, მამისოლის მიმართულებაზე ამის საშიშროება არ არის. ზვავები არ იცის იქ. მაგრამ ერთი პრობლემა იყო, იქ იყო რკინის ხიდი, ჯერ კიდევ ნიკოლოზის დროინდელი, რომელიც მატერიალური კულტურის ძეგლს წარმოადგენდა და მისი გამტარუნარიერობა 5 ტონაზე მეტი არ იყო. მერე 8 აგვისტოს ცნობილი მოვლენებისას ეს ხიდი აფეთქდა, საფუძველი ის იყო, რომ ტანკები არ გადმოსულიყო იქიდან, მომავალში ეს ხიდი ისევ აღადგინეს, როგორც უკვე 30 ტონიანი ტვირთამწეობის. უცნაური იყო კითხვა დაიბადა რა ხდება, როცა კარგად გავისწავლეთ საკითხი, აღმოჩნდა, რომ რუსეთის მხარეს დონბაის სათხილამურო კომპლექსის მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლებას ცდილობდნენ მოეპოვებიათ თურქები. ხოლო საქართველოს მხარეს 9 გესი იყო დაგეგმილი, გაკეთებული იყო რიონზე
და აქაც თურქები ეტყობა ინერტული მასის მოძრაობა, მაგრამ რაც შეეხება გესებს, მე ვემხრობი იმას, რომ არ შეიძლება გესების კეთება. კირქვული ნიადაგით არის. დიდი ჰესების, ხო, ახლა თუ გავუყვებით ისტორიას, ესეთი მცირე შენაკადები, რომელიც რიონს ჰქონდა, თითქმის ყველგან 30-იან წლებში მიკროგესები იყო გაკეთებული, პეპელგესი, რიცგესი. ხო, მაგრამ უყურეთ რა ხდება, მაშინ ისინი წყალუხვები იყვნენ და ვოლტი 110 იყო მაშინ და სტაბილიზატორებით წევდნენ მაღლა. ეხლა საოცარი რაღაც ხდება, დაკნინდა ეს შენაკადები იმდენად, რომ ზაფხულში ზოგიერთი მათგანი შრება კიდეც. რამ გამოიწვია? მე იქნება ამაზედაც გითხრა. ძნელია თქმა, ეხლა გარკვეული ადამიანთა რაოდენობა ეძახის, რომ მასიურად ტყის გამრავლებამ წყლის შეწოვა გააქტიურა, თოვლის საფარის შემცირებამ, ბუნებრივი ნაკადების შეამცირა, ძნელი სათქმელი არის. ყოველ შემთხვევაში აი ეს იდეა იყო და ამის განხორციელების დღევანდელი რეალური საშუალება არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამოქმედეს ეს სატრანსპორტო მაგისტრალი, როგორ გაცოცხლდება ლეჩხუმიც, გაცოცხლდება ამროლაურიც, გაცოცხლდება ონიც და ონის საერთოდ ჩიხი გახდა ახლა დღეს. იქ უძრაობა თუ არ შევიდა რამე არაფერი მოძრაობს გასწრებით. ეს აზრი არის და იმედი მაქვს, რომ უფრო კვალიფიციურ დონეზე შევძლებთ ამ საკითხის წამოწევას. კიდე ერთი გარემოება მრეწველობის დარგი რაჭის სამთო-მექანიკური ქარხანა ისეთ სავალალო მდგომარეობაში მისი აღდგენით ვერ წარმოედგენთ სად შეიძლება ქარხანა ყოფილიყო კეთი და იმდენად შემცირდა მოსახლეობა იქ ხუთსართულიანი კორპუსები იყო სადაც იყო ყოველთვის ცდელობა ვინმეს ბინა მიეღო იქ დღეს 5 თუ 6 კორპუსია და თითო მოსახლე ცხოვრობს პირველ სართულზე დანარჩენი ხეებია ამოსული და კიდევ ერთი მომენტი ჩემსობას ნუ იმ პერიოდში იყო 10-ზე მეტი 300 ბავშვიანი სკოლა. ახლა მე მგონი 2-3 არც კი მგონია შეიძლება ერთია. ეს მარტო ამბროლაურში რაიონში მთლიანად. ხო და ურავისა და ლიხეთის მიმართულება ეს სამთო-ქიმიური კომბინატი იყო. ერთ სკოლაში იყო 380 ბავშვი, მეორეში 420. ეხლა ერთგან არის 15, მეორეგან 17 და მე მგონი პირველ კლასში ბავშვი აღარ შესულა. ძალიან საინტერესო იყო ხოტევის საშუალო სკოლა. ძველი ნაგები ჯერ კიდევ 30-იანი წლების შესანიშნავი სკოლა იყო ნიკორ წმინდაში. მე ვიცნობდი მაშინ დირექტორი იყო ლევანი, გადასარევი ახალგაზრდა გარდაიცვალა ის. აი ეს პროცესები უკვე შეუქცევადია. ტურიზმი არ არის საიმედო შემოსავლის წყარო. როგორ შეიძლება ჩვენ აქცენტი ტურიზმზე გავაკეთოთ, როცა ტურისტულ ინდუსტრიაში მხოლოდ და მხოლოდ მომსახურებაა ჩვენი დანარჩენი საშენი მასალა შემოდის, პროდუქტები შემოდის. რა ხდება ეს როგორ შეიძლება ამაზე აქცენტის გაკეთება ეს მთელი საქართველოს მასშტაბით არის გასათვალისწინებელი. მოკლედ მზად ვარ, მოდოვებული ვარ, ჩემი გუნდით იქ 4 წინა სიაში 4 ადამიანი ვართ, აქედან 3 არის. თქვენ მე რამდენადაც ვიცი პირველი ხართ სიაში. კი, პირველი ვარ, მეორე მყავს სასაზღვრო ჯარების თადარიგის მაიორი, ამირან მელაშვილი და ასევე მყავს სასაზღვრო ჯარების თადარიგის კაპიტანი ჯონი გავაშელი. ესე იგი, სამხედროები ვართ, ვისაც ხო, არის საინტერესო ერთი გარემოებაც, მე არ ვიცი ახლა იქ ჯერ არ მიმიწდება ხელი რამდენად არის მოწესრიგებული სამობილიზაციო გეგმები რაიონის. ეს საკითხი წამოიჭრა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს, ნახეთ როგორ სტიქიურად წავიდა ხალხი და ყველა მეორე, როცა შატილში ცნობილი მოვლენები განვითარდა, მაშინ მოვითხოვე დუშეთის რაიონის სამხედრო სამობილიზაციო გეგმა თუ არსებობდა. აღმოჩნდა რომ არ იყო მე კობაბუჩუკურმა გუბერნატორმა ძალიან აქტიურად დამიჭირა მხარი და მე აღარ ვიცი რა მოხდა იმიტომ რომ მოვლენები სხვანაირად განვითარდა ძალიან ბევრი რამ არის აი ძალიან დიდი ხელშეწყობაა გლეხებზე ახლა ის რომ ყურძენი ალექსანდრეულის და მოჯურეთული რვალარად ბარდება და ეს დიდი სტიმულია რა ვიცი მე კახეთში სხვა არის რომ ლარა თუ რაღაცა ნუ ეს ხვანჭკარის ზონა არის და
ისიც რომ კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული რეგიონების მიხედვით სად რა არის ის იმ რაიონში რჩებოდა სხვას არა აქ უფლება გამოუშვას ეს და ამან ცოტა წამოწია საკითხი და ახლა გავიგე რომ კიდე ასეთი ყურძნის ჯიშია ესა წულუკიძის თეთრა 4 ლარზე ავიდა ხო ასე რომ ამ ხრივ კი არის ეს ყველაფერი მაგრამ ეს არ ყოფნის იმ მდგომარეობას რასაც შეიძლება მოყვეს მთელ საქართველოში არის დემოგრაფიული პრობლემა ჯერ იქ არ შემოსულან ჩვენი მეზობლები არაბები ირანელები ინდოელები მაგრამ აი ქვემო ქართლში ჩემი მუშაობის დროს იქ კატასტროფული მდგომარეობა იყო აი რა მოხდა იცით ყველა ხელისუფლებაში ყოფმა ყველა პირმა თავისი მოღვაწეობის პერიოდში ძირითადი აქცენტი გადაიტანა ყვარყვარეს ნათქვამი რომ არის გახსოვთ ოქროს გალიას აგიშენებ ჩემსაც რომ მურჩები მერეო არ მოთავდა ამ ხალხის რიგი ვინც ოქროს გალიას იშენებს და შემდეგ ხალხს უნდა მიხედოს ახალი სახეები ჩნდებიან კიდე ოქროს გალიის მსურველები ბატონო გელა დაბეგინი მაპატიეთ ამ სიტყვას და როდისღა გაძღებიან არა გაძღობა ახლა რა არის იცით მათი ბრალი არ არის მათი ბრალი არ არის მე ხშირ შემთხვევაში თანაუგრძნობ მათ იმიტომ რომ როგორ არის ვის უსაჭურლოდ ამაც ომში გავლომდეს ვერაღაც სულოს საწადი უნდა მაგრამ არ იცის რა უნდა ამიტომ შემდეგ ცდილობს რომ თავის გარშემო ის კატეგორია ადამიანებისა შემოიკრიბოს ვინც მასზე დაბალი კომპეტენციის არის მაგრამ ცნობილი თეზაა რაც უფრო მატოლობს კომპეტენტურობა მით უფრო კლებულობს კომპეტენცია იმიტომ რომ აღარ ყოფნის მას დრო თვითგანვითარებაზე ჩინელებს აქვთ კარგი მეთოდი მე იმიტომ კი არ ვაკეთებ ახლა ახსენს ამაზე რომ ახალგაზრდობას არ მივცეთ გზაფართო ნიჩ მივცეთ გზაფართო ჩინელები მიეცეთ გზის ნიჩ და გზაფართო ჩინელები ახლა როგორ არის არ ვიცი მაგრამ ადრე ესე იყო სანამ ჰორმონები არ დაუწყდარდება კაცს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე სადაც გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო არ ნიშნავდნენ ამიტომ არის იქ ვერ ნახავთ მარჯვენა ხელზე შვეიცარიულ საათებს და 10000-იან ბოტასებს რომელიც დღეს იმიჯის შექმნისათვის ჭირდება ბევრს. მე ვფიქრობ რომ ეგ არის ძალიან დიდი პროვინციალიზმი, მატერიალური დღეს კი არა უკვე კარგახანია ეს მოდის. აი აქ მე ისევ მივდივარ სათავეებთან როცა გავიდა დრო და გავაანალიზე მე ჩემი განვლილი ცხოვრება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გული დამწყდა, იცით, გულწრფელად დამწყდა გული იმაზე, რომ ოზაში კი არ დამდგარ ვართ მაშინ, როცა 91-12 წლის ეროვნული მოძრაობა მოვიდა, არ მიგვიკარეს. აი ჩვენ ყველანაირად დაუთმეთ პოზიცია მათ რომ მოსულიყვენ, მაგრამ ისეთ სწრაფად შემოიფსაზღვრა ბატონი ზვიადის გარშემო ადამიანთა მასა ერთგულებისა და როგორც იწვიან ხოლმე პრეტენზიებით, რომ ჩვენ არ მიგვიშვეს არაფერთან, ისინი ვინც ვიცოდით რამე. ვინც ჩემზე უკეთ რას ლაპარაკობთ, თქვენ რო იცოდეთ, როგორი ინტელიგენცია და როგორი სამეცნიერო საზოგადოება გამოვიდა ამროლავრის რაიონიდან შეგშურდებათ. მე ეხლაც მახსოვს ზანდური და მახა ხორბლის ჭიშები ბატონი იოվել ბაკურაძე იყო სოციალისტური შრომის გმირი ცნობილი ყვითელი პამიდორი რომელიც ერთადერთი არის თურმე ჰიბრიდს არ იქვემდებარება ჰიბრიდიზაციას დავით ვარსონიძე იყო ასეთი მოქმედებდა ტექნიკური სასწავლებელი ტექნიკური ეკონომიკა და სოფელი იყო აი მთელი რეგიონის ოკრიბა იმერეთი ლეჩხუმი იქ სწავლობდნენ ახალგაზრდები და ძალიან შედეგიანი იყო ეს ყველაფერი. სხვათა შორის, აი ახლა ჩემი მცდელობა იქნება კიდე ესეთი, რომ რამოდენიმე უნივერსიტეტის მმართველობასთან, უბრალოდ მეპატრონეებთან მქონდა დიალოგი არასახელმწიფოებრივთან, რომ ამბროლაურში რაჭა ლეჩხუმში კონკრეტულად ფაკულტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი გაიხსნას, იქ არის დიდი შენობა სავანტყოფოსი, რომელიც არ ფუნქციონირებს და გვერდზე არის სწორედ ახალი სავანტყოფო. ეს იქნება ბაზა მისთვის, რომ ამ სავანტყოფოს ბაზაზე იფუნქციონირებს. ეს ძალიან წამახალისებელი იქნება იმ რეგიონის მოსახლეობისათვის. კი გაკეთდა ქუთაისში აგერ ამხელა უნივერსიტეტი,
მაგრამ აი ისევ ასეთი მასშტაბური ეს უნივერსიტეტი მე არ ვიცი ახლა რა ფუნქციებზე ვისთვის ასრულებს ამ ფუნქციებს იქ ჩვეულებრივი ადამიანი რომ ეს სწავლას მოწყურებულია ვერ შეძლებს არა შემოხდება და კიდევ ის რომ აიცეთ აი ესეთი აქ მე მინდა რომ მართლა გაკეთდეს ის რაჭაში რომ ბაზა გაკეთდეს მართლა როგორც თქვენ ამბობთ სამედიცინო და ექიმების მომსახურება ჭირდება ხალხს კიდევ ის არის რომ მოსახლეობის დემოგრაფია ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემა არის. მთელი მსოფლიო კარგად იყოს, მაგრამ საქართველოს ჩვენ ხო, არა, ხო უნდა ვიცოდეთ რა ხდება ყველგან და შესაბამისად ჩვენთანაც ვრცელდება ეს პროცესი. ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც ახლა ამ პოლიტიკაში შემოსულ ადამიანებს ეხებათ ყველას. ჯერ ერთი მეგახსენდება ბატონი ნოდარ ნათაძის მოწოდება, რომ საქართველოში ყველა და ყველაფერი კარგად იცის. ყველა ვიცნობთ ერთმანეთს. ამიტომ უნდა შეირჩესო 350 კაციო, ვისაც დაევალება ქვეყნის სამსახური და ამ ადამიანებს შეექმნას პირობა, რათა მათ თავისი ნიჭი, უნარი და შესაძლებლობები მაქსიმალურად ჩაედოთ. ახლა რა ხდება, შეხედეთ მე შეიძლება თქვა ვინმანში, მაგრამ შენ სხვა ესეთი ამბიციები გაქვთო. ბატონებო, ძალიან მარტივი არის ანალიზის გაკეთება, ვინც ხელისუფლებაში ასე თუ ისე მაღალ რანგში იყო. წაიკითხეთ მათი დეკლარაცია 1-5 წლის წინანდელი და შემდეგ მათი დეკლარაცია სამსახურიდან წასვლის მერე. აი ახლა დიდი გახმაურებული ამბავი იყო თავდაცვის მინისტრის დაკავებასთან დაკავშირებით. ერთადერთი გზნობა, რაც დამეუფლა, ძალიან დამწყდა გული. დამწყდა გული იმაზე, რომ ასეთი უწყების სათავეში მყოფმა კაცმა როგორ ვერ გაითავისა ის, რომ არ შეიძლება, იცით, აი არის ესეთი მინდა და არის არ შეიძლება. ადამიანს 20% მინდა აქვს და 80% არ შეიძლება. კურდღელს აქვს 80%, 90 მინდა. დანარჩენი შიში აქვს. ხო არა ვართ ჩვენ ასე დავალდაცემულები. ამას გარდა კიდე შეხედეთ რა, მოდის ძალიან მოკლე არის სათადარიგო სკამი ხელისუფლების სტრუქტურებში. და ამ მოკლე სკამში ამბიციები არ აძლევს ადამიანებს საშუალებას, რომ და მეორე საკითხი, ადამიანი ძალიან ადვილად ეგუება ფიზიკურად ზემოქმედებას მასზე, ძალაა და ჯობნის და ფინანსურად დაჩაგვრას, იმიტომ რომ იმას აქვს და მე არა, მაგრამ ინტელექტუალურ დისკრიმინაციას ვერ ეგუება ადამიანი. ამიტომ არის, რომ გარბიან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში ლიდერები ხდებიან და შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ამ პარტიებს ხელმძღვანელობენ და უკვე პარტიას მათი სახელი ჰქვიათ. ერთი რა არის პარტია? ეს არის გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ორგანიზაცია, რომელიც მათგანი არის განსხვავებული ერთმანეთისაგან, სულ ყველა ერთ მიზანს ემსახურება. ახლა მითხრას არჩევნების წინ ერთმა ძალიან გამოცდილმა კაცმა მირჩია, რომ იციო რა ქენიო, დაპირდიო ხალხს, რომ როგორც კი დაინიშნები, მაშინვე 1000 ლარს დაურიგებო ყველასო. დაპირდიო, რომ გადასახადებისგან გაანთავისუფლებო. მე ვთხარი, როგორ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანებს მოწონთ და უხარიათ ესო. ვერა ბატონებო, ვერაფერს გავსვენ დაკვირდებით გარდა იმისა, რომ კვირაში 24 საათიანი თავაუღებელი შრომა უნდა იყოს, რომ შედეგი მივიღოთ და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა იყოს ეს თუ ჩემთან არ დგეხარ, ჩემი მტერი ხარ. ესე იგი, რა გამოდის ეს მხოლოდ სხვადასხვა კამათი წარმოშობს ჭეშმარიტებას და თუ აქედანვე დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, აი იყო ესეთი მომენტი, როდესაც დაიშალა კომპარტია, დაინგრა და მე ვარ აი ეს დივანი 4 აგვისტოს 30-ისთვის აღარსად აღარ ფუნქციონირებდა პარტიული ორგანიზაცია და ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში კიდე პარტიაში ვიღებულობდით ხალხს და იცილოდნენ, რომ რაჭველებამდე ჯერ ვერ ჩააღწია ამანო. არ იყო ეს, იყო პირადი ნდობა და პირადი დაფასება ადამიანების. აი მაშინ
ისეთი უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ ქუჩაში ჩემი ნათესავი რომ ხდებოდა ახლობელი. ერიდებოდა გამარჯვების თქვა, ვინმე არ დამინახოსო და ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. მე როგორ ვიყავი ქვეყნის მტერი და ქვეყნის მოღალატე, მაგრამ აი სწორედ ის გარემოცვა, რომელიც პრეზიდენტს და ეშინოდა, რომ იქ არავის შეეღწია მათ გარდა, ქმნიდა ასეთ ატმოსფეროს. ეხლა რო ჩავედი მეუნება, გაჩერდიო, არავის შეხვდეო, თორე ხალხი სამსახური არ დაკარგოსო ხალხმა. არ ამჯერეს, იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღი აზროვნების ადამიანები არიან, ვისაც ვიცნობ ამბროლაურის რაიონში, ბევრი მათგანის ბავშვობა მახსოვს, ახალგაზრდების ბავშვობა მახსოვს და მოხიბლული ვარ, რომ ასეთი აქტიურები არიან და ასეთი მიზანდასახულები. მაგრამ მეორე საკითხია, ჩათვლითი ღონისძიებები არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ბუმერანგივით გვიბრუნდება მერე ჩვენ უკან. არამედ შეიძლება შექმნეს წინააღმდეგობა, შეიძლება რაღაცაზე შეცდომაც დაუშვა, მაგრამ სადაც არაფერი კეთდება, იქ შეცდომებიც არ მოსდით. აი ესეთი სიტუაცია და ბოლოს მინდა ხაზი გავუსვათ გარემო. კი ბატონო, აი ჩემს იმაში თქვენ შეკითხვებამდე ჯერ კიდევ ჩვენ როცა გაზეთი ჟურნალი დაიხურა პირველ გადაცემებში მე მოგახსენეთ, რომ მიდის ცივილიზაციათა ომი და ეს ომი დაწყებული არის დიდი ხანია. ცივილიზაციათა ომი. აქ აღარ არის ესე ბლერწვის პოლიტიკა, მე აქეთ ვიქნები, მე იქით ვიქნები, აქეთ ვიქნები. ეს არ გამოდის უკვე, ახლა მყარად უნდა გადაწყვიტო, ან აქეთ გეხარ, ან იქით გახარ. ჩვენ როგორ გითხრათ, ამდენი წლებია თურქეთი ცდილობს ევროკავშირის წევრი გახდეს და ვერ გახდა. ისლამური სახელმწიფოა. მაგრამ ნატოს სამხედრო წევრია და ნატოს წევრად მიიღეს, იმიტომ რომ დიდი არმია ყავდა, შავ ზღვაზე ფლოტი ჰქონდა საკმარისი და სახმელეთო შეხება ნატოს აი ამ ადგილში ჰქონდა მხოლოდ საბჭოთა კავშირთან. ახლა ჩვენ პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ნატო და ევროკავშირი და გახსოვთ ასეთი ახლა ხან ბისმარკს აბრალებენ, ხან ჩერჩილს, ხან ვიღაცა, არა ეს ლორდმა პამელტონმა თქვა ბევრ გადაცემაში ვიმეორებ, სახელმწიფოს არ უნდა ყავდეს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები. არავისგან არ გაგვიგია ჩვენ რა არის სახელმწიფოს ინტერესები. ხელფასებს მოგიმატეთ, პენსიებს დაგინიშნავთ. დასაწყისში ვთქვი, რომ აი მარტო ეს დაპირებებია. ხო, ეს დაპირებებია, მაგრამ მუდმივი ინტერესებია იმაში, რასაც მუდმივად გვედავებიან და გვეცილებენ. ეს არის მიწა, ტერიტორია. დავკარგავთ ტერიტორიას, აღარ ვიქნებით ერი, ვიქნებით ეროვნება. ისევე როგორც არიან ქურთები, ისევე როგორც არიან აისორები, აი ასეთ მდგომარეობაში გადავალთ და ფაქტიურად გადასული ვართ. ჩვენ, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გახდით, მაშინ დავაყენეთ ესეთი საკითხი, რომ მოქალაქეობის შესახებ შეტანილი იქნას კანონში, ვინ არის საქართველოს მოქალაქე. და საქართველოს მოქალაქედ უნდა ჩასრულიყო ყველა ის, ვინც დედითა და მამით, ან დედით, ან მამით ქართველია, თავს ქართველად თვლის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს იგი. ეს გვაძლევდა საშუალებას ანგარიშ გასაწევერად გადავქცეულიყავით. სადღაც ბატონი ანზორ თოთაძესთან ერთად დავთვალეთ და 10 მილიონზე ავდიოდით. ეხლა კი რა სურათს ვიღებთ? გავიდა საქართველოსთან იმის გულისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და გააღწია სამუშაო ადგილი იშოვა. კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. დამთავრდა, შემოვიდა უკან და ვეღარ იღებს. ფერეიდანილი ქართველები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ვინც სხვა სახელმწიფოში არის, გარკვეულწილად ექცევა ის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ. ცხადია, როდესაც ის შემოდის სახელმწიფოში, მას შეიძლება გარკვეული დავალებები ჰქონდეთ და სწორედ ამიტომ არის დაზვერვა და კონდაზვერვა, რომ ამისი ნეიტრალიზაცია მოხდეს. ფერეიდანელებს მოусმენი ამ რამდენიმე ხნის წინ და ფათაშორის ფერეიდაში მარტყოფში 5 შვილები ბევრი ცხოვრობენ ძალიან და მამასახლისებიც არიან. მარტყოფი კი სოფელ მარტყოფში, რომელიც ფერეიდაში არის. და გულისკივილით გამოთქვეს, რომ ვერ იღებენ მოქალაქეობას, ქართული ციცია, საქართველოს ისტორია ციცია, ყველა მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ, მაგრამ პასუხი არ ეძლევა. ესე იგი, საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის. კი, გასაგები არის და ისიც მიჯერა, რომ მიუკერძოებელნი არიან ჩვენი სპეცსამსახურები. მაგრამ ფაქტია, რომ არა, მე მჯერა, იმიტომ რომ კიდევ გიმეორებთ, როგორი შეკვეთაც არის, ისეთი არის შესრულება. ეს ადამიანები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, საოცარი ტექნიკა და აპარატურა გააჩნიათ ყველაფერი, თუმცა
შეკვეთა სხვა რამე არის. გასახანი აქვს, ისინი აქტიურად კურირებენ პოლიტიკურ პროცესებს და მოვლენებს. არჩევნებს იგებს იქ, ვინც ითვლის არჩევნებს. ხმებს. ხო და ამიტომ აქ ერთადერთი არის მოხცენ საშუალება მიგიშვან საქმესთან გახსოვთ ვასილი ივანიჩ მიმიშვით ღუმელთან მომეცით საშუალება დავიხარჯო ქვეყნისთვის. თუ არა და ხო გეუბნებით კიდევ ერთი ცდელობა დარჩება ჩემი უშედეგოდ და გოშორიდან შევხედავ გავაშენე ვენახი და მოვუღლი იმ ვენახს და გავაკეთებ საკეთებელს შვილი მყავს და ვეცდები რომ მშვიდობიანი ქვეყანა. შვილი მეუღლე და ჩემი მეუღლე ამბროლაურის მკვიდრია იქით გადავიდა უკვე კარგი ხანია და მერობის კანდიდატი იყო წინა არჩევნებში. უნდა მეთქვა ახლა თქვენ დამასწარეთ. ბატონი გელ მე ხა გულწრფელად გეტყვით ბატონი გელა მაყურებლის წინაშე მართლა გულწრფელად ვამბობ რომ მე რა თქმა უნდა ისევე როგორც წინა არჩევნების მე დიდად არ მჯერა არჩევნების იმიტომ რომ ამას არჩევნები არ ქვია ამას არ ვიცი თამაში ქვია გაყალბებები ქვია და ასე შემდეგ აღარ მოვყვები ამიტომ არ მჯერა მაგრამ მე მჯერა ბატონი გელა ხუციშვილის გულწრფელად მჯერა იმიტომ თქვი თავიდანვე რომ ბატონ გელას არ ვიცნობ მხოლოდ გუშინ და გუშინ წინ და თუნდაც იმის წინ ბატონ გელას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ბატონი გელა მე რაც ვიცი, სულ აი ასეთი შემართებით არის. მე მას უზომოდ დიდ პატივს ვცემ დანარჩენი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის. მე რაღაც გამახსენდა. დიახ. გუშინ. დიახ. რუსთაველის ძეგლის ქვემოთ. დიახ. წმინდა ილიამართლის საზოგადოების შეკრება იყო. დიახ. ეროვნული დროშებით. დიახ. ალბათ დავთვალე იქნებოდა ერთი 40 კაცი. შორის მე მგონი ჩემი გვარის კაცი პლატონ ხუციშვილი ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. პლატონი თუ ზურაბ ხუციშვილი? ზურაბ ხუციშვილიც იყო. პლატონიც იყო და გამოსვლა ქონდა ბიძინა მესხი იყო ძირითადი მოხსენებელი. ასე დავინახე. მაგრამ დანარჩენი საზოგადოება რომ დაინახეს ხალხია შეკრებილი სეირის მაყურებლები მოგროვდებოდნენ მიდიოდნენ და გამახსენდა ნატურისხე ფილმი. იქ პერსონაჟი რომელსაც ეროსი მანჯგალაძე ანსახიერებს ტაძრის წინო დგას და ახალგაზრდები შეკრებილი და მოუწოდებს სამშობლოს სიყვარული ყველაფერი და მოტრიალდება და წასულენ ეს მამაძაღლებიო. აი ესეთი ბატონოგელა მე მინდა რომ ყველაფერში წარმატება გისურვოთ თქვენს ანთებული გულით პრაქტიკულად ქმედება მინდა რომ გისურვოთ იმიტომ რომ თქვენ მე ვიცი სადაც არ უნდა იყოთ თუნდაც სკოლაში თუნდაც უნივერსიტეტში თუნდაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუნდაც გარდაბანში თუნდაც თელავში თუნდაც ახალციხეში და მით უმეტეს ამბროლაურში ყველგან თქვენი მთლიანად საქართველოსთვის ხართ გულანთებული და არა უბრალოდ. ამას არ გეუბნებით სიტყვას, ამ სიტყვებისთვის ეს მართლა გულწრფელი ნათქვამია და ჩემი დამოკიდებულებაა თქვენი პიროვნებისადმი. თორე კიდევ ვიმეორებ, მე არჩევნების არ მწამს, აი ეროვნული მოძრაობის შემდეგ, მე არ მწამს ამათი, იმიტომ რომ ეს არ არის არჩევნები, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მე მართლა მინდა რომ საქართველოს ვუსურვო და კონკრეტულად რაჭას ამბროლაურს თქვენი მოსვლა იმ ინტერესებით და იმ პრობლემების მოგვარებით, რასაც აი აქ თქვენ ყვებოდით, იმიტომ რომ ეს სიტყვები მე პირველად არ გამიგია თქვენგან. მე რაც თავი მახსოვს, რაც თქვენ გიცნობთ, სულ ამას ამბობთ. ქეთი თქვენ თქვით რომ არ მჯერა არჩევნებისო. ხო. მე კიდე არა, მე არჩევნების მჯერა, მაგრამ ამათი არჩევნები არა, მე კიდე გეტყვით ერთ რამეს. დღეს რომ გადავხედოთ ნებისმიერი პოლიტიკური ჯერეთი რატომ არის წარმოდგენილი სულ რაღაც 10-15 პარტია, როცა 200 პარტია არსებობს, მაგრამ იმათ ფინანსური საშუალება არ აქვს, თორე არანაკლები და კიდევ უბედურება ეს არის ეს 200 პარტია რომ დაშალო და შეიყვანო ყველას იმდენად საინტერესოა პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს ვკითხეს რომ პრეზიდენტი გახდებით რას გააკეთებთო და პირველ რიგში მე ვთხარი ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს მოვიწვევ
და მათგან შევქმნი მეთქი საკონსულტაციო საბჭოს, იმიტომ რომ თითოეული მათგანი ნიჭიერია, გონიერი გახსნილია და ეძებს ტრიბუნას რომ გაკითხი წამოჭრეს და არ აქვს საშუალება. იმ მრავალი წინააღმდეგობიდან არ შეიძლება რომ არ გამოდნეს რაიმე სასიკეთო, მაგრამ ხო გეუბნებით ჩვენ ვართ მომწიფებელი პოლიტიკურად ჯერ ნახეთ რატომ არის ეს ყველაფერი სიძულვილზე და ერთმანეთის ლანძღვაგინებაზე დამყარებული და ნახეთ ვინ ინაძღება და ვინ კივის, ვინც ყველაზე დაბალ საფეხურზე არის ერთგულების დასამტკიცებლად, ან და რაღაცის. ან და ჩვევა აქ ადამიანს ესე ყველაფრის ოპონირება მოახდინოს. ეხლა წარმოგიდგენია თქვენ ამ ადამიანებს რომ მისცე საშუალება რომ ისინი მოვიდნენ, ვერაფერ საქმეს ვერ გადავწყვიტავთ. ამდენი ხანია პარლამენტი არსებობს. 48%-იანი კვოტა ჰქონდა ოპოზიციას. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთო 48%-ია შეგიძლია შენ ხმა მოიღო იქიდან კომიტეტების გარკვეული რაოდენობა გექნება და დაგვანახვე შენი სურვილები და გაგვაგებინე ხომ მოგცა გარკვეულმა ამომრჩეველმა ხმა და იმედი გამოხატა შენში რატო უცრუებ მას ამ იმედს მაგრამ აი ახლა წარმოედგინეთ თქვენ ისევ ნათაძის ციტირებას მოვახდენ 350 კაცი პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პარტიული სიებიდან. ერთხელ წამოუჭერეთ ესეთი აზრი, რომ გვაროვნული სისტემით წავიდეთ და გვარმა აღჭურვოს უფლებამოსილებით თითოეული მათგანი და მანვე მოსთხოვოს პასუხი ქვეყნის სამსახურისთვის. როგორ შეიძლება კაცო? ანუ თქვენ სამეფო მიმართულებით აი ასე სამეფო არა. ახლა უყურეთ როგორ შეიძლება რას უძლებს ეს ქვეყანა როცა მავანი 4 წლის მერე მილიონერის სახით გვევლინება სადა რა ხდება ეს ხალხო როგორ შეიძლება ასე ყველაფერი ვიცით ჩვენ ვიყავი გამგებელი და ვიცი ამ ტენდერების სისტემა რაში მდგომარეობს ვიცი სოციალური ამოცანა არის ხოლმე აკრძალვები გვაქვს ჩვენ ეთყობა არ უნდა განმავითაროთ მრეწველობა არ უნდა განმავითაროთ ინდუსტრია უნდა შემოვიფარდოთ სოციალური საკითხებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით რა გახდა ამდენი ბაღები და სკვერები გადახედეთ რამხელა ძველად აშენებული ბაღები არის მიტოვებული ახალი შენდება გავა 3 წელიწადი ამ ახალიდან აიღება ინვენტარი და ახლა ისევ ახალი ინვენტარი დალაგდება და ეს არის კატასტროფა და მეორე კიდე ურბანული პროცესები. კი ბატონო, აი ეგ უნდა მეთქვა და ერთმანეთთან მინდოდა შეიძლება რომ დაგისვათ კითხვა არა, ისე კარგად მიყვართ საუბარი რომ მე პრინციპში მარტო თავს გიქნებ დიახ ბატონო, იმიტომ რომ ეგ კითხვები მქონდა მე. ბატონო გელა, აი ახლა თქვენ ბაღები და სკვერები ახსენეთ. კარგია, განაცვლია ეს მაგრამ ურბანული მომენტი. ჯერ მანამდე სანამ ამ კითხვას დავსვა, მანამდე გამახსენდა მე უბრალოდ აი ამ დაპირებებზე ერთი გამოგჩა რა ეთყობა მოძველდა ეს ტერმინი ელექტროენერგია უფასო, გაზი უფასო, წყალი უფასო და ასე შემდეგ. ნუ შალვა ნათელაშვილი გამოდიოდა ხოლმე ამ დევიზებით და ამ პროგრამით და ნუ მე აიტაცეს სხვებმა თითქოს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა არ გამხდარა არაფერი უფასო. სახელმწიფო პირიქით უფრო მეტად გაგვიძვირა. არ არის სახელმწიფოში და იმიტომ. ხო, აი უფრო მეტად გაგვიძვირა. ამიტომ რომ პირდებიან, ისეთი რაღაცა მაინც შევპირდით, რომ ესაც თქვენ მართლა შეასრულებთ. ხო ხედავთ მირჩიეს, რომ დაპირდი ფულს მოგწევან და დაიჯერებს ხალხი. აი ეს დაპირდი, მაგრამ არ შეასრულო ხალხი. ჭკვიანია გამოყვებიან ცხოვრებივით და მე და კი გაიხსენებენ და კი წამოიტირებენ, მაგრამ ნუ რას ვიზამთ მიშა შეთული და თამაგარი. ხო და მიშა სააკაშვილის დაპირებული კბილებისა იყო ამოაღებინა ხალხს კბილები და რა თქმა უნდა აღარ გაუკეთა და დარჩნენ უკბილოდ. აი მსგავსი ესეთი რაღაცას მე მეცინება არ ვფიქრობ რომ მე ეს მეცინება სიცილისთვის. ეს არის ძალიან სავალალო სიტუაცია და ძალიან განვიცდი, ბუნებრივია და ბატონო გელა სკვერები და ურბანული ისინი თქვით ამის თაობაზე საუბრობთ და ეცეთ სკვერებს კიდე რა უჭირს იმ ფონზე ამდენი სახლის მშენებლობა თან რაღაცა უგემოვნოთ ბეტონის ქალაქად ქცეული თბილისი ჯერ მარტო თბილისი და აღარაფერს ვამბობ კიდე საქართველოს სხვა რეგიონებზე სადაც აბსოლუტურად ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე არქიტექტორისა და მონახაზის გარეშე და სეისმოლოგებისა და ასე შემდეგ ყველა სპეციალისტის გარეშე ხდება მშენებლობები
ვისთვის შენდება ეს სახლები? Აგერ თქვენ რიცხვი თქვით, ალბათ სტატისტიკური მონაცემი თქვით 500,000, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტია, იმიტომ რომ არალეგალები ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ არალეგალურად შემოსულებს, იქვე აღნიშნეთ თქვენ, რომ ქართველებს არ ეძლებათ საშუალება თუ სპეციალური რაღაც გამოცდები არ გაიარეს და იმასაც ხშირად ამ გამოცდებში ჭრიან რატომღაც რაღაც ალბათ ისეთ კითხვებს უსვამენ რომ ესენი ვერ ეთანხმებიან ამ კითხვებზე ქართველები ვერ წემენ პასუხს ყოველ შემთხვევაში არის რაღაცა უქმნიან გარკვეულ პრობლემებს შეგნებულ პრობლემებს მოკლედ ქართველი ვეღარ ჩამოდის საქართველოში და ვეღარ სახლდება იმ ახლადაშენებულ კორპუსებში. იმ ახლადაშენებულ კორპუსებში, რომელთა კვადრატული მეტრის ფასი არის საკმაოდ ყოველ შემთხვევაში ქართველებისთვის ძალიან აქ მცხოვრები ქართველებისთვის ძალიან სერიოზულად მძიმე ამათ არ სჭირდებათ აქ ცხოვრებლებს. დიახ. და შემოსულები არიან არაბები, ინდოელები, ჩინელები და ასე შემდეგ. მოკლედ მე ასე გავაერთიანე ყიზილბაშები და ესენი ოსმალოები თქო. და ბატონო გელა აქვე არ დაგვავიწყდეს თურქი მესხები, რომლებიც სინამდვილეში არიან თურქები, ეს თურქები კიდე ვინ არიან? იქ აი ძალიან ბევრი პრობლემა არის ერთბაშა წამოსული და ახლა აი ამ თითოეულ პრობლემაზე მე კიდე ჩავჩუმდები და თქვენ ისაუბრეთ ბატონო გელა ურანი დარიშხანი ახსენეთ მარგანეცი მე მახსოვს ელემენტარულად მარგანეცზე გამახსენდა აფთიაქში რომ შევდიოდით ადრე ჩვენ ეგრეთ წოდებული მარგანცოვკით აი ასე ვიტყვი რა ამ სიტყვას ეგრე მოვიხსენი ესა ეგრე ვამბობდით ხოლმე ყიდულობდით ამაზე ძალიან ბევრ რამე შველოდა მაგრამ მე უცებ ხმარებიდან ამოიღეს სამაგიეროდ ჩვენს აი ამ მარგანეს ამ წიაღისეულებს დაეუფლნენ სხვები წყალი ელემენტარულად დაუფლებულია სხვა გაზი ჩვენი არ არის და ასე შემდეგ აი ამიტომაც როდის რას დავიბრუნებთ ბატონო გელა და როდის მივიღებთ ამ სიმდიდრეებს ფერეიდანელები ახსენეთ ძალიან დიდი სიამოვნებით მექნებოდა კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად ინტერვიუ ფერეიდნელებთან ის ინტერვიუ იმ 350 გადაცემაში მოყვა რომელიც მე YouTube-დან წამიშალეს ვიღაცებმა ჰაკერებმა გახსოვთ თქვენ მაგაზე მე მთელი ამბები მქონდა ატეხილი მაგრამ ვერაფერი მოვიგე და ასევე ინგილოები არ დაგვავიწყდეს აი ძალიან მიყვარს ეს ხალხი რომლებიც ქართველობენ მაგრამ არ ეძლებათ ქართველობის საშუალება მოდით ახლა მე აქა-იქა თემები ესე რაღაცნაირად თქვი იმიტომ რომ მე მინდა მოგცეთ საშუალება რომ თქვენ ისაუბროთ აი ამ პრობლემებზე ინგილოებს წინ როცა ინგილოს ვეძახით ჩვენ ვართ ერეთიდან ვართო ჩვენ ამბობენ კი ბატონო მე მაქვს 1957 წლის ეთნოგრაფიული ექსპედიციის ანგარიში ჰერეთში. გორის უნივერსიტეტში მქონდა საშუალება ლექციების საკითხის და იქ ინგილო ბავშვი სწავლობდა და მე დაავალე მას, რომ საკონფერენციო თემა მოემზადებია მატერიალური კულტურის ძეგლები. ბავშვმა იმუშავა, გადასარევად იმუშავა, რომ შევადარეთ მე იმ მონაცემებს, ეს მონაცემები უკვე აქეთკენ დაახლოებით 100-150 გამქრალი იყო ყველაფერი. გავიცოდეთ, მათ ლეკები და ქართველები ცხოვრობდნენ ძირითადში, სხვა არავინ. ხო და როდესაც ამ ბრალები ვიძახით, რომ აი კომუნისტებმა მისცეს ესე არ იყო. პირველი შემოტევა, როცა დაიშალა სეიმი და მუსავატისტებმა მათ განახორციელეს ზაქათალას ოლქში. ჩვენმა ჯარებმა, რა თქმა უნდა, მათ კუდი თქვა ასროლიეს, მაგრამ ჩაერია ინგლისი და გადაწყდა, რომ დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებული ყველას გამოეყვანა თავის ჯარი იქიდან. ფორმალურად ისევ ჩვენ შემადგენლობაში რჩებოდა. 1920 წლის მაისში რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ტერიტორია გუბერნიის ფარგლებში, შავი ზღვის გუბერნიის ნაწილობრივ. ანუ თოსატუ აფსექით წავიდა. მერე და მერე, როცა ერთიანი რესპუბლიკა იყო ამიერკავკასიის, ის განიხილებოდა როგორც ერთიანი ეკონომიკური, სოციალური სისტემა. ლაგოდეხი იყო ჭაობიანი ტყეებით დაფარული და
ჰერეთის აი ეს მონაკვეთი ზღუდავდა ზაქათალადან, კახიდან და აქედან ადმინისტრაციული ცენტრისკენ კავშირის საშუალებას. ამიტომ დროებით სარგებლობაში აზერბაიჯანზე გადავიდა ეს. მათ კიდე ასეთი ტაქტიკური ილეთი განახორციელეს, სწრაფი ინდუსტრიალიზაცია დაიწყეს ამ მხარის, მუშახელი რო არ ეყოთ, აზერბაიჯანელები შეასახლეს და მოხდა ასეთი დემოგრაფიული ფონის შეცვლა. სხვათა შორის საინგილოს ხუციშვილები ეს ის კატეგორია, რომლებიც შეყვანილი არიან ენციკლოპედიაში. მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ატომშიკები ეს ყველა ეს ხუციშვილი არის იქიდან. და კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, როგორც ჩვენთვის სახარება, ისე იყო იქაური მოსახლეობისთვის 5 ან 4 თავი. ეს ხუციშვილი იყო იქ. გვარიც ხო ჯერ მარტო 5 აი ეს ხო არა ეს ეგ უკვე სხვა რამეა, მარტო საეკლესიო არ არის, ეს თანამდებობრივიც იყო უხუცესი. კი ბატონო, არა. ხო და აი უყურეთ ეს მე მოკლეს ეს მოდელი წამებით ლეკებმა. რატო ამახვილებ ამაზე ყურადღებას? ეს ერთი მხარე და 3000 რაღაცა კვადრატული კილომეტრი მოექცა იქითკენ. ლორეტაშირი ეპარქიათ არის მიჩნეული, მაგრამ იქ ქართველი მოსახლეობა აღარ არის. 1918 წლის დეკემბერში დაშნაკ სუსუნის პარტიის შეერეღებულა ფორმირებებმა მეგობრობისა და ძმობის მოტყუებით ამოხოცეს ქართველი მესაზღვრეები, ურმებზე შიშვლები დაყარეს და გამოუშვეს აქეთკენ. სოღალუღამდე ჩამოვიდნენ თითქმის. ისინი დღესაც აცხადებენ, რომ აი ეს მხარე მათია. მაყაშვილი ჩაღუდგა სათავეში, თითქმის ერევნის აღებაზე იყო უკვე საქმე. ინგლისმა ფლოტი შემოიყვანა და საარტილერიო ზალპი მისცა ოზურგეთამდე. გაჩერდით, დაგბომბავთ. გამოიყვანეთ უკან, მოსახლეობაც გამოყვა, დღეს იცით რა მდგომარეობაც არის იქ. 2900 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს. გეკითხებით ახლა ესენი ჩვენი მეზობლები ოკუპანტები არიან თუ არა? ითვისებული აქვს თუ არა ჩვენი ტერიტორია? 29000 კვადრატული კილომეტრი არის თურქეთს აღებული აქვს და ოკუპანტი არის თუ არა ის? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. არის ოკუპანტი. თან ის როგორი სიტუაცია ერთგან, მეორეგან, მესამეგან მოსახლეობა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. ყველა შეეხება ცხინვალსა და აფხაზეთს. იძახიან, რომ აი ზიად გამსახურდია მიჩქარა თავისუფლების გამოცხადება, თორე სხვა შემთხვევაში ასეთი თავსატეხი არ გაგვიჩნდებოდაო. ერთი პერიოდი მეც აი ამ აზრის ვიყავი, მაგრამ როცა გავიდა დრო და ჩავიხედე წიგნებში 1987 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქებისათვის საბჭოთა კავშირის სუბიექტის მინიჭების შესახებ. მანამდე მხოლოდ რესპუბლიკები იყო. მზადდებოდა მეორე საკითხი, რომ რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ უნდა მომხდარიყო აი ამ სუბიექტების მონაწილეობით თუ არა და ისინი ცალკე ჩაატარებდნენ და ზვიადმა დაასრულა ამას ეს მომენტი. დაასრულა, მაგრამ ნახეთ თელმა საქართველოს ხმა მისცა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობას. მე ამას ყურადღება აღარავინ აღარ მიაქცია. ახლა დღეს რამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ ვიცი, რეგიონალური ენა მიანიჭეს სომხებს და მათ იქ საქმის წარმოება ისი არის. მე ადრესს მithქვავს და ახლაც გეუბნებით, გახსოვთ, არავის არ აქვს ყურადღება გამახვილებული, რას ნიშნავს ტრანსსასაზღვრო ევრორეგიონალიზმი. ჩვენ ამაზე გადაცემა. ხო, არავინ არ ფიქრობს, საწავიდა ის 600 მილიონი ევრო, რომელიც გამოყოფილი იქნა ამ პროექტების რეალიზებისთვის. არავინ არ ამახვილებს ყურადღებას, რომ გოდერძის უღელტეხილი გადაცემული არის სომხებისათვის. კი ბატონო. არავინ არ იხსენებს იმ ისტორიას, რომ ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ ტერიტორიების გაყოფის საკითხში 100 სხვადასხვაობა წარმოიშვა. აზერბაიჯანი ითხოვდა რელიგიური პრინციპით გაყოფილიყო ტერიტორია ამიერკავკასიაში და არც მეტი არც ნაკლები ბათუმი მას უნდოდა. სომხეთი თვლიდა, რომ ეთნიკური პრინციპით უნდა გაყოფილიყო და რადგან თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ გარკვეული სომხები იყვნენ, ამას გვითხოვდნენ და სამაგიეროდ ითხოვდნენ ბათუმს. და ცნობილი წერილი, რომ ინგლისი ყოველთვის ჩვენი წინააღმდეგი იყო და ჩაგრავდა. მიზეზი რა იყო, იცით?
ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა გერმანიასთან. ჯერ კიდევ ძველი დროიდან და გახსოვთ 1825 წელს შუავების ჩამოსახლება და ეკადროპილდი და ესენი და პირველი მსოფლიო ომის დროს რა თქმა უნდა ესენი ერთმანეთის მტრები იყვნენ და ჩვენც ასეთი კუთხით გვიდგებოდნენ. როდესაც ეს პროცესი დაიწყო დაზავების კაზანჩუნი შეიძლება სწორედ არ ვამბობ გვარს პრემიერ-მინისტრის სომხეთის წერილს ინგლისის მისიის ხელმძღვანელს რომ გამოვხატავრა თქვენ და მიღრმა პატივისცემას გთხოვთ ხელშეკრულებაში ჩაიწეროს სომეხი ერის და სომხური დიასპორისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი კერძოდ დედაქალაქიდან თბილისიდან დედაქალაქი და მთავრობა გადაყვანილი იქნეს ქუთაისში გაკეთდა თუ არა ქუთაისში გოდერის უღელტეხილზე მოგვეცეს თავისუფალი მმართველობა 59 წლით გადაეცა თუ არა გადაეცათ და ახალქალაქის და ნაწილის რაიონებში რეგიონული ენა დაშვებული იქნა და პრეზიდენტის განკარგულებით ესეც დაშვებული იქნა. საინტერესო იყო არგუმენტი რატომ უნდა გოდერძის უღელტეხილი იმიტომ რომ ჩვენ არა რატომ მივეცით რომ ინფრასტრუქტურას შევქმნით და მაღალმთიანი ზონა შემდეგ დაიწყეს საუბარი გვირაბს გავთხრითო და გვირაბიდან გამოტანილმა მიწამ თქვენი ეკოლოგია რო არ გააფუჭოსო ჩვენთან გავიტანთ და იგი დავყრითო მოლიბდენი ვოლფრამი სპილენზია ეს იყო ყველაფერი იქიდან ასე რომ არაფერი ახალი არ ხდება ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია დავიწყდეთ ინგლისმა სწორედ მიანიჭა რა გამოთქვა ეხლა მე ზუსტად შეიძლება პერიფრაზი ვერ იმაჩქნა გავაკეთო მაგრამ შავი ზღვის გასასვლელი თურმე შავი ზღვა სომხეთის შავი ზღვა წარმოიდგინეთ სომხეთსა და ზღვა ხო ახლა მაგ ერთი მომენტი არის რაღაცა შეიძლება ერევა ადამიანებს არის ასეთი შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოები არა სომხეთის კუთვნილება შავი ზღვა ეს იცით მე არ გამიკვირდება ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ ნახე ვეძებდი მე რომ მომენახა ეს თუ ესე გაგრძელდა პროცესი შეიძლება აფხაზეთში ჟვანიას და მისი ძმის ნამდვილი ძმა ჯავახის დამფუძნებელი ვინც იყო მათი ინტერესი იყო სწორედ შავი ზღვის ვიცით რა ძალიან აი საინტერესო პროცესები არის წინა მას ყველაფერს უნდა გათვალისწინება თუ ეხლა ესე წავიდა ვითარება როგორც ამჟამად არის და უკვე 80,000 მიაღწია სომეხთა რაოდენობამ აფხაზეთში მათ შეიძლება ავტონომია მოითხოვა კულტურული ჯერ და გუდაუთა გაგრა ლესელიძე და უკვე შავი ზღვის პირა ხდება. მაგრამ ალბათ პირდაპირ პოლიტიკურად მოითხოვა. ეხლა მაგ ნახოთ როგორ არის. აქვე კიდე ერთი საინტერესო მომენტი არის ამბროლაურს უკავშირდება ეს. წვაეთა მოძრაობა რო დაიწყო. კი ბატონო. არავინ არ მიაქცია ყურადღება. ჟვანიას პერიოდში? ხო. აქ ჟვანია იყო, როზა ლორსკიფანიძე იყო და მისი ქალიშვილობის გვარი სხვა არის, ინა გოგორაშვილი და მისი გვარი სხვა არის. ხო და ნუ არა ქართული. ნუ ეხლა და სომხური. მოდი. ეს მწვანეთა მოძრაობა იქმნება საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. მანამდე იქ სომხურ ებრაულმა დიასპორამ შექმნა მოძრაობა გრინპისი. აი ეს გრინპისის არგუმენტაცია იყო მისი შექმნის ის რომ ზღვის გადაშენების პირას ყოფის ზღვის ფლორისა და ფაუნის გამოკვლევა და შესწავლა. სინამდვილეში აი ამ ბატისკაფით კუსტომ რო გამოიგონა და სხვა ხდებოდა ჩაძირული გემების მარშრუტების შესწავლა და იქიდან ოქროს ამოღება. აი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ პერიოდში სწორედ გრინპისმა შექმნა მწვანეთა მოძრაობა. ეკოლოგიის თემა წამოიწია. მიზეზი რა იყო? საბჭოთა კავშირის თელ ტერიტორიაზე წიაღისეულის, წყალსაცავების, ჰიდროელექტროსადგურების რუკები და დისლოკაციის ადგილები იყო გრიფით სრულიად საიდუმლო. და ამაზე იყო. სწორედ ამაზე შემოგვიტიეს ჩვენ რაჭაში მაშინ დაკერძოთ ამბროლაურში და გთხოვდნენ რომ შაური მცირე მიწიან რაჭაში არის მოცდენა მიწის და უნდა დაშრეს და გლეხებს დაურიგდეს ეს მიწები. მეორე არგუმენტი ის იყო მაგათი რომ ხეხილის ბაღები ამ სინესტის მომატების გამო მოსავალს აღარ იძლევა. და მესამე იყო ის რომ ნიკორწმინდის მატერიალური კულტურის ძეგლი სოკო უჩდება და ნესტით ფუჭდება ხატები. ამაზე იყო ხო მთელი ჩვენ დრო ვითხოვეთ მაშინ რომ ეს ყველაფერი გაგვერკვია. პირველი რაც გამიჭირდა ვერ მოვიპოვეთ რუკა
სად შედიოდა შახტები და ბოლოს მოვაკვლიეთ ამ რუკას აღმოჩნდა რომ სტალინის და ლენინის შახტები შედიოდა შაორის ტბის ქვემოთ. ესე იგი შაორის ტბის დაშრობის შემთხვევაში ეს მიწა ხო მე დავაწიეთ მაშინ ბატონი ჯანიკო იყო კიდევ დავწიეთ სარკისებური ზედაპირი შაორის ტბის დაახლოებით 10 მეტრი გამოჩნდა მიწა დაითესა იქ ქერი ხორბალი სიმინდი ყველა მანამდე აღმოცენდა სანამ თესლის ენერგია იყო და შემდეგ უკვე შეწყვიტა ზრდა იმიტომ რომ ხომოსი გამორეცხილი იყო ესე იგი დაშრებოდა ტბა რომელსაც ამავე დროს ელექტროენერგიის გამომუშავება ეხებოდა და სტრატეგიული უბნების 30%-ს ისფარავს და დაეფარა დაშრებოდა გლეხისთვის ეს იყო არარენტაბელური მოხდებოდა მიწის გამოსყიდვა და ღია კარიერული წესით ქვანახშირის მოპოვება რაც გააიაფებდა შრომას მაგრამ გააძვირებდა პროდუქციას რაც შეეხება ვაშლის ბაღებს მებაღეებისგან გავიგე რომ 50 წელი არის მაქსიმუმი ნაყოფიერად ბაღის მოშენების მაგრამ ამ პერიოდშიც სისტემატიური შეწამვლა სხლა და სხვა უნდა არც ერთი ეს ოპერაცია იმ ვაშლის ხეებს არ უტარდებოდათ და უკვე 80 წლის ასაკს ითვლიდნენ და ცხადია ახლა მესამე საკითხი დადგა ნიკორწმინდის ტაძრის საკითხი და აქ ისევ არქიტექტურა ძველი საინტერესოა საძირკველი რომ გაკეთდებოდა ის ამოვიდოდა მიწის ზემოთ დაახლოებით 50 სანტიმეტრით და შემდეგ ის ესმებოდა კუპრი და მე ზეძირკველი შენდებოდა რატო იმიტომ რომ მიწასთან შეხება არ მოხდებოდა პილუსვენის ველი არ გადაკვეთილიყო და სინესტი არ წაეღო შენობას აქაც ხადროთა განმავლობაში ქანების პრისემის საძირკველი დაწეული იყო დაბლა და პირდაპირ ზედა ნაწილთან იყო მიწა შეხებაში ისე ყველა სამივე მიზეზი რაც მათ ჰქონდათ გაბათილებული იქ. ამას მოყვა გახსოვთ 60% დასრულებული სამუშაო ხუდონხესის, რომელიც კვლავ შემდეგ აღადგინეს და აი ესეთი ვითარება არის. ახლა საყდრისის ამბავი ჯერ კიდევ საინტერესოა ქვეყანას აქვს ოქროს საბადო. სახელმწიფოს აქვს ოქროს საბადო. როგორ შეიძლება მას ეკონომიური გასაჭირი ჰქონდეს? ინგლისის ბირჟაზე არის კვოტა დაწესებული, რომელმა ქვეყანამ რამდენი უნდა მოიპოვოს ოქრო. ჩვენ შესანიშნავი ჰქონდა ზარაფხანა, ისი ნაწარმი გამოდიოდა, მაგრამ არ ვიცი ახლა შეიძლება მე ვცდები და არასწორი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მადნეული რუსების ხელში არის და მადანი ამოღებული აქ კი აღარ ხდება მისი დამუშავება, გადის იქ და ჩვენი კვოტით სარგებლობს რუსეთი. თუ ვცდები მაპატიეთ ყველამ და ეს მე მგონი არ ვცდებით ბატონო გელადო. ეხლა ისე გავითვალისწინოთ რომ მე არა ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი, ვარ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის პრეზიდენტობის კანდიდატი. არა და ეხლა მინდა გითხრათ ამბროლაურში აუცილებლად უნდა განვითარდეს მრეწველობა. უბედურება ის არის რომ დარიშხანის სამთო-ქიმიური კომბინატი მარტო დარიშხანი იყო ჩვენი დანარჩენი ყველა კომპონენტი რომელიც მას სჭირდებოდა შემოდიოდა რუსეთიდან. ეკითხებით მე თქვენ საქართველოს სადაც არის დარიშხანი, სადაც არის სპილენძი, სადაც არის ოქრო, სადაც არის ვერცხლი, სადაც მუშაობდა მიონის ქარხანა და რადიო ქარხანა. რომელსაც ჰქონდა მეტალურგია. და არა, ეს ამაზე რატო მომახვილებ, რომ ჯერ კიდევ არიან სპეციალისტები, რომელიც ამ საკითხებში არიან გარკვეული მიკროსქემები, რომელსაც კორეა და ჩინეთი დღეს ამხელა მოგებას ხედავს, რატომ არ შეიძლება ჩვენთან იქნას გამოშვებული ხალხო არავითარ ნორმაში არ ჯდება პროფესიული განათლების ამოქმედება დღევანდელი პრინციპით. რა შუაში არის კრიმინალისტიკა და პროფესიული სასწავლებელი? რა შუაში არის აქ მედიცინა და პროფესიული სასწავლებელი? როდესაც აშენდა რადიო ქარხანა, მეიშვილი იყო დირექტორი, მისთან ახლოს გაკეთდა პროფესიული სასწავლებელი, სადაც მომზადებული კადრები ამ ქარხანაში საქმდებოდნენ. როდესაც მუშაობდა ჩამხშენებელი ქარხანა, იქვე იყო პროფესიული სასწავლებელი, საიდანაც გამოსული სპეციალისტები აქ საქმდებოდნენ. და როდესაც იყო ავჭალის იქაც პროფესიული, ესე იგი, ყველაფერი იყო აწყობილი ესე შეკვეთა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ანუ ჯერ ძალებისა და ჯერ არსებული ინფორმაცია ვითარების შესახებ. მერე განსაზღვრა ძალებისა და საშუალებების და მერე გადაწყვეტილების მიღება. ეს პრინციპია როგორც ჯარში, ისე სამოქალაქო სისტემაში. ახლა იმედი მაქვს, რომ
ყველაზე დიდი მოთხოვნილება შუა აზიის სახელმწიფოებში არის პრეპარატებზე, რომელიც დარეშხაინსგან მზადდება მეცხოველეობაში. არსებობს ერთი ძალიან საინტერესო პიროვნება, ყოფილი დირექტორი ამ ქარხნის მამუკა ყიფიანი, რომელიც რაღაც გარკვეული რაოდენობით აწარმოებს ამას და გადის ეს ყველაფერი, მაგრამ მას არ აქვს ის შესაძლებლობები, მასშტაბები, რესურსები, სახელმწიფო სუბსიდიას აძლევდეს, ის გააფართოებდა თავის. დაკეტილია საბადო, ვიღაცას აქვს ნაყიდი. პრივატიზირებული ობიექტები, რომლებიც 5 წლის მანძილზე არ ფუნქციონირებენ და არ ასრულებენ თავის მომავლებას, უნდა იქნეს ექსპროპრიებული სახელმწიფოს სასარგებლოდ და შემდეგ დაიწყოს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ამ როლში ავამოქმედეთ პრეპარატების საამქროს, რომელიც უვნებელია ეკოლოგიურად და მოგცემს გარკვეულ მოგებას და შემოსავალს. თქვენი ჭირიმე რაჭველებო, ფოტოშორის ქვერაჭა არის ასეთი საიტი და კარგი იქნება თუ ნახავთ. აუცილებლად. კიდევ და კიდევ უდიდესი პატივისცემით ბატონი გელასადმი და თქვენ და მე, ჩემო რაჭველებო, ამიტომ რომ მე თვითონ ნათლია მყავდა და მყავს, ზეციურ სამყაროში არის მამა გიორგი კერესელიძე, დიდი ცნობილი კერესელიძეების გვარის ჩამომავალი. მისი ძმაც დეკანოზი იყო, ჩემი მამაც, ჩემი ნათლიაც დეკანოზი გახდათ და ძალიან მიყვარდა თავისი რაჭა, მართალია ის ონიდან იყო, მაგრამ თავისი რაჭა უყვარდა, ასე რომ რაჭა ძალიან დიდი ვინმე არის საქართველოსთვის, ისევე როგორც საქართველოს ყველა რეგიონი და მინდა რომ აი ეს ფრაზა თქვა, თუ სწორად ვიტყვი ამ ლოცვას, ბატონო გელა, შემისწორე თუ რაღაცა არასწორად მასკენი ახლა მომაგონდა თავში, ხოტევი და ნიკორწმინდა შეგეციოთ ყველა ერთადო. ასეთი დალოცვა გაქვს. ზეობარი, ქვეობარი, ბარავარძალი. ერთი რაღაც მინდა ჩემ შვილიშვილებს ყავდათ ცეკვის დიდი ქორეოგრაფი დათუნიკას ხირტლაძე, როგორც თქვენ ეძახდით და უწოდებდით. დათუნიკას ძეგლი დგას ახლა ხიდიკარში და ეძდება ვაჟკაცი ბიჭი თედორე. ხო და ასე რომ რაჭასთან გარკვეულწილად მეც აი ასე სიახლოვე მაქვს და ამიტომ დიდი პატივისცემა ჩემი მიუხედავად იმისა, რომ არ არის ისეთი დიდი პარტიებიდან წამოსული ბატონი გელა და მისთვის ეს ყველაზე დაბალი საფეხურია მისი რეგალიებიდან და მისი თანამდებობიდან გამომდინარე, მაგრამ მას ვუსურვებ გამარჯვებას და იმისათვის, რომ ბატონი გელა, როგორც დიდი პოლიტიკოსი, როგორც დიდი პედაგოგი, როგორც დიდი ისტორიკოსი, როგორც დიდი მესაზღვრე და რაც ყველაზე მთავარია, ერთგული მამულიშვილი და დიდი ქართველი, ის უკვე თქვენი ხდება ამბროლაურელი და არა ის თბილისელი ბიჭი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის მე-16 საშუალო სკოლა და შემდეგ მოღვაწეობდა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ განსაკუთრებით თქვენთან ამბროლაურიდან დაიწყეთ თანამდებობრივი მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ. ერთი რაღაც გამახსენდა ახლა ქალბატონო ქეთი. 93 წელია. ფედიმონა მორჩილის უბერში იყო იმ დროს. როდესაც ტოლვილების განსახლების საკითხი დგებოდა, მაშინ მე უშიშროების საბჭოს მუშა ჯგუფის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვიყავი. ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი იყო იქ, ომარ ლეკვეიშვილი, ბევრი საინტერესო მუზა საჯაია, საინტერესო პიროვნება. მაშინ მე მოგზაურობულად ასეთი წინააღმდეგობით შევედი, რომ აფხეთში ჩასახლებული და ამჟამად დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი რაჭველები იყვნენ. და ზემოიმერლები. იმათი სოფლები, საიდანაც ისინი იქნენ გადასახლებული, უკვე გაუქმებული იყო, მაგალითად ჯავისა არის ეს სოფელი. მოდით მეთქი ამ ადამიანებს ინფრასტრუქტურა შეუქმნათ და ამ სოფლებში დავაბრუნოთ. დროებითია, იყოს დროებითი. შემდეგ რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში, ეს სოფლები დარჩება და მოხუცებიან, ვიღაც მაინც გააგრძელებს იქ ცხოვრებას თქო. რა თქმა უნდა, არ იქნა გათვალისწინებული სასტუმროებში, წყალტურყოში იქ გაუბედურდა ეს სასტუმროები, მინიმუმზე დავიდა მათი ფასები და მე ვიღაცებმა გამოიწკიდეს და ეს მამაძაღლობა არ დამთავრდა ჩვენთან.
ხო და დღეს ახლა ეს ხალხი გაბნეულია და სად მიდის იმედი მაქვს ჰერეთში არის ჩასახლებული რაჯოლები რა თქმა უნდა მე მინდა ასეთი წინააღმდეგობით ახლა ვიტყვი და თუ მე იქ არ ვიქენი საკრებულოში იქნებ მათ გაითვალისწინონ ეს არის ეს სოფელი ჯავისა რომელიც წესის მიმდებარეთან ლუხუნის ხეობაში მდებარეობს მოდით ასეთი ინიციატივა გამოვიჩინოთ ის გამოუყენებელია არაფერში სავარგულად ის აღარ ვარგა ჯაგნარით გადავლილია სურველი ვინც იქნება ამ სოფლიდან წასული რომ დაბრუნდეს და თავის მამაპაპეულზე ფუძის ანგელოს ემსახუროს უსასყიდლოდ მიეცეს ეს მიწა ხოლო იქ სახლის მშენებლობისთვის გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხი რომ ეს ადამიანი იქ შევიდეს და დასახლდეს ისე სესხებზე ბატონო გელა აი თქვენ თუ მოხვედით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამბროლაური საკრებულოს დეპუტატად აღარ აქვს მნიშვნელობა საქართველოში ხელისუფლებაში თუ მოხვედით ბატონო გელა აი ამ ბანკის ვალებს მიხედავთ სხვადასხვა იმედიანად არის ხალხი ხაზარაძის პარტია ღებულობს მონაწილეობას ახლა იქ ამბროლაურში და გახარებულია ხალხი რომ ასე დაგვპირდაო რომ ერთჯერადი 1000 ლარი დაურიგდება ყველასო და სესხები გაუნუმდებაო ეს აბსტრაქტული ერთი რაღაც მაინტერესებს აი ახლა ჩვენ ასეთი აწყვეტილი რომ მივდივართ ნატოში როგორ ფიქრობთ როდესაც ნატოს წევრი გავხდებით და აქ მისი ბაზები განთავსდება ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოიყვანენ ჯარისკაცებს თუ ნატოს წევრი თურქეთიდან შემოვა აქ დივიზიები და მასში ერთი ბატალიონი ქართული იქნება ეს ესე იქნება ბატონებო ერდოღანის ლექსი ამას მეტყველებს სწორად კი ბატონო რომელიც არ ვიცი მე ახლა ნამდვილად რამ გადარია ეგ კაცი არ გადავწყვეტ რომ ამ ეთერში ერდოღანის ლექსი გავუშვა მაგრამ ერთს კი ვიტყვი რომ პირდაპირ ამ კაცმა თქვა რომ მე თქვენი ფაშა ვარ საქართველოს თურქეთი ხო რა საქართველოს თურქეთია უпроსტოდ თურქეთი ზის საფაშო ფაშა ზის ახალციხეში და თურქეთის სხვადასხვის და აი ასე მომრავლება და ასე შემდეგ სხვადასხვის დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთ რამეში არის ჩვენს წინაშე ცოდვაში როდესაც სერვერ ბეგათაბაგი იგივე ჯაყელი აჯანყდა და მას მიემხრე ბეგები აქ რა მომენტი იყო იცით სოციალ-დემოკრატებიც მეწის ნაციონალიზაციას ახდენ და ისინი კარგავდნენ თავის მიწებს მათ ფოცხოვის სახელმწიფო ჩამოაყალიბეს აჯანყდნენ და დიდმა ბრიტანეთმა ცნო სამხრეთის რესპუბლიკა ფოცხოვი მე უკვე მაზნიაშვილის სარდლობით გაანადგურეს ეს თორე მათი წერილის ასლი მე მგონი არქივში ინახება როცა ისინი წერენ ერთა ლიგას რომ ჩვენა ვართ ენითა და აღსარებლობით თურქები და გვინდა თურქეთის შემადგენლობაში ყოფნა. კი ბატონო და არც ახლა არ უარყოფენ მაგას დღევანდელი ეგრეთ წოდებული თურქი მესხები, რომლებიც სინამდვილეში თურქები არიან და არანაირი მესხები. მარტო თურქები არა ქვეყნის სხვა ჯულიც არის. თქვენ აქ ქონდათ სხვადასხვა ძალიან გთხოვთ ის ამოწიეთ რა. ეხლა იქნება უპრიანი თუნდაც საიტზეების და არა თქვენ ხვათა ღაღადი გქონდათ გაკეთებული საფლავები გვიამბობენ. ეგ ძალიან ხშირად გადის ბატონო. არა, რო გადის ეს ერთია. ძალიან გთხოვთ დადოთ საიტზე და დევს ხო? ასე რომ შეობას ქნა მივიღებ ამას ხო? კი ბატონო. ნამდვილად დევს და ძალიან ხშირად გადის დღე აი თითქმის ყოველ დღე ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მაინც გადის ეს სიუჟეტი, რომელიც ნიქოში გვაქვს ჩაწერილი ბატონი გელა ისტორიის კვალდაკვალ აი ამ რუბრიკით არის და კიდე ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რამე მოხდა. გაიხსნა ერეკლეს ძეგლი თბილისში. ერეკლე მეფის ძეგლი გაიხსნა. გაიხსნა, ხო, ხმლის გარეშეო, ხო? ისი? ხმლის. არა უშავს ხმლის გარეშე. მაგრამ კარგია რომ გაიხსნა. ლევან ბერძენიშვილს ალბათ გული გაუსკდა. რა შუაშია ბერძე ვინ არიან საერთოდ რატო უსმეთ მათ? იცით? მე არა, ახალგაზრდობა უსმენს ბატონო გე. ერეკლეს პიროვნება მრავალმხრივ ამოუცნობი არის და მოდით კიდე ერთი რამე გავითვალისწინოთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამემამულეებო. მე-15 საუკუნის შემდეგ ერთიანი ერთხელ რომ გაყვეს მონღოლებმა საქართველოს, მე სახელმწიფო ერთიანი აღარ გქონია. ისიც უნდა გვავიწყდება, რომ ერეკლე სპარსეთის კარის მოხელე იყო
და გარკვეულ გასამჯელოს ღებულობდა ისევე როგორც სოლომონ ამისიის ზავით 1555 წელს გაყვეს საქართველოს თურქეთმა იქით სპარსეთმა აქეთ იზის უნდა გვავიწყდება აი არავის არ უსურვებ რეხვიაშვილის კვლევა მე-17 საუკუნის დასავლეთ საქართველოს წაიკითხოს იმიტომ რომ შეიძლება ღამი არ დაეძინოს ბატკნევივით როგორ აყიდიან ამ ბავშვებს დიდებს მოხუცებს შობლებს ყიდენ ვერაფერი ვერ მოახერხა კათოლიკოსმა შეაჩვენა და დედამ დაწყებლა სოლომონი ერთადერთი მოხდა ის რომ შემოვიდნენ რუსები და თქვეს მე христианина православного забусурманина не продадим ჩვენო მართლმადიდებელ ქრისტიანსო მუსლიმებს არ მივყიდო ყველაფერზე მიდიოდა ფაშა მაშინ როგორც დათმობა ყოფილიყო და არ მოხდა ეს დათმობა ეხლა რა არის იცით კულტურათა ცივილიზაციის ომია დაწყებული გახედეთ თქვენ ევროსაბჭოს შემადგენლობაში რამდენი მართლმადიდებელი სახელმწიფო არის და როცა აღმოაჩენთ რომ ერთი გაუბედურებული ეკონომიკის მქონე საბერძნეთია იქ კიდე შორს წავალთ ფრიდრიხ რაცელის თეორია დედამიწის სამად დაყოფა ხარტლანდი რიმლანდი და ატლანტისტები ვისაც ჩვენ ახლა ანგლოსაქსებს მეძახით ეს არ გვეყოფა ჩვენ დღევანდელი გადაცემას სამწუხაროდ დღევანდელ გადაცემაში ჩვენ მხოლოდ შეიძლება აი ასე ითქვას ზედაპირულად შევეხეთ პრობლემებს კიდევ ერთხელ, მაგრამ ეს ზედაპირული მიმოხილვა ბევრი რაღაცის მთქმელია, ამიტომ რომ შეუძლებელია აი მიუხედავად ჩვენი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟისა პრობლემები, პრობლემატური საკითხები ვერ ამოვწურეთ. ამიტომ რომ საქართველოს სამწუხაროდ დღეს ეს დიდ პრობლემად ექცა მსოფლიოს, მაგრამ ჩვენ ქართველები, ჩვენ საქართველოს, ჩვენ სამშობლოს აუცილებლად მოვუფრთხილდებით ვინც ვართ გულიდან, შიგნიდან და გარეგნულადაც, ენითაც და წმენითაც ქართველები, მართლმადიდებლები. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენ სამშობლოს. აგერ ბატონ გელას ნათქვამი გამახსენდა და რამ გამახსენა, იცით? დღეს თქვა აი ამ გადაცემაში, რომ პირველი ნომრით არის ბატონი გელა პარტიული სიით საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი და მის შემდეგაც ორი ადამიანი ყოფილა ასევე სამხედრო ბატონმა გელამ ერთ-ერთ გადაცემაში მითხრა ძალიან გულის ტკივილით კარგი იქნებოდა მას ასეთი პროექტი ჰქონდა იდეების გენერატორი არის ბატონი გელა პროექტი ჰქონდა სამხედრო სოფლების შექმნისა სასადრო დასახლებებში. მე ბევრმა გაითავისა ეს და აიტაცეს. არა, პირველ ეს ნამდვილად ბატონი გელა ხუციშვილის იდეაა პროექტი. და ვალერი ჩხეიძის. და ვალერი ჩხეიძის, იმიტომ რომ მე როგორც გითხარით ბატონ გელას მე ძალიან ბევრი წელია ვიცნობ და არა უბრალოდ ვიცნობ. ის პრესპრემიერიდან მოყოლებული, აი ჩვენ პრესპრემიერიდან მოყოლებული ძალიან ერთგული ჟურნალისტ რესპონდენტი ვარ. და ბატონი გელას პროექტი არის. მოდით აი ეს პროექტის განხორციელება ვუსურვოთ იმ სასაზღვრო ზონაში, რომელსაც დღეს რაჭა ქვია. დღეს რა რაჭა ქვია და დღეს ბატონი გელა არის მისი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი. მე მთლიანად რაჭა ვთქვი, თუმცა ბატონი გელა ამბროლაურელი ხდება უკვე მეუღლე მისი ამბროლაურელი გახდა. კი. ხო და ვუსურვოთ წარმატებები ქართულ საქმეში გამარჯვება მე არ დამავიწყდება ერთიც ბატონი გელა გარდა იმისა რომ ნიქოსში ჩაგვეყვანა და იქიდან გაგვეკეთებინა რეპორტაჟი არაჩვეულებრივი რეპორტაჟი ეს იმ პერიოდში როდესაც აგვისტოს ომი ახალი მომხდარი იყო სულ რაღაცა 3-4 წლის შეიძლება აი ასე ითქვას ჩვენ აი ამ უმძიმეს რეგიონში ჩავედით და მოვინახულეთ იქ ქართველთა საფლავები ეს იყო მე-19 საუკუნე. არა, რომელიც საქართველოს თურქეთის ომის დროს 1919 წელს დაიღუპენ. დიახ და ძალიან ხშირად გადის ეს რეპორტაჟი. ასევე ბატონმა გელამ პირადად მე ჩამიყვანა და ჩვენი ოპერატორი და ჩვენ ვიყავით გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში ჩასულები, რომელიც სადაც ერთადერთი ქართველი, მე მგონი, სამწუხაროდ იყო მამა ნეოფიტე. 20 ქართული ოჯახია იქ. ხო. და ერთი გერმანული, მაგრამ
ის ტაძარი აშენებული, დიდი საქმე გააკეთეს სხვათა შორის მაშინ. ახალგაზრდა მოძღვარი წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი აშენდა იქ და სწორედ აი ეს ტაძარი გადავიღეთ და მამა ნეოფიტე და თქვენ წარმოიდგინეთ რომ გული მტკიო და მე ქართველები ახლა ბატონმა გელამ კითხვა 20 ოჯახი და ღმერთმა ის 20 ოჯახი ეხლა აღარ არიან. 5 მაგად და 10 მაგად გაზარდს აი აღარ არიანო თქვა. ნაწილია. ნაწილი არისო, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა არ იყო ქართველები და ის აზერბაიჯანელები დაობდნენ. მიწებიო ჩვენ მოგცნენო, ინდოელები ეპატრონებიან, ინდოელებზე გაიყიდა ეს მიწებიო და ამ დროს იქ მუნიციპალურ ორგანოში ძირითად ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქართველები იყვნენ. ანუ ვინ ყიდის ქართულ მიწებს? აი თუნდაც არაბები ახლა ჩვენ ჩასულები ვიყავით ქვემოჭალაში, კასპიის რაიონის, სადაც აი ეს ულამაზესი სახელწოდებებია, სამთავისი, ქვემოჭალა და ასე შემდეგ და მაგრამ კეთი ეს მიწების თემა მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის, ეკონომიკის სამინისტროსია. ხო, კი ბატონო, მაგრამ აი იქ როგორც ითქვა, ხო, ეს მოსახლეობა რომ გამოვიდა, ყიდიანო მიწებსო და ჩვენ მოვყიდოთ, ჩვენი იყოსო, ჩვენ ხო აქ ცხოვრობთო, ინდოელებზე რატო ყიდიანო? ერთი მხრივ რომ მოусმინო, ხო, ის ადგილობრივია და იმისია მიწა, მაგრამ იმას დარჩეს მიწა, მაგრამ მოდით რა ქართველები ჩადით ბატონ გელას არაჩვეულებრივი პროექტი. ჩვენ კანონში სამხედრო სოფლებისა. კანონში გვიწერია, რომ 5 კილომეტრიან ზოლში მიწის პრივატიზაცია არ შეიძლება, მიწა უნდა გადაეცეს იჯარით, ყიდვა გაყიდვის უფლების გარეშე, მაგრამ ეს პროცესი დარღვეულია. აი ასე. ბატონო გელა კიდევ და კიდევ წარმატებებს გისურვებთ, უკვე იმდენჯერ მოგეფერეთ გადაცემაში, ოღონდ გულწრფელად, ნამდვილად და წარმატებებს გისურვებთ. აი გადაცემა დავასრულოთ, თორე ჩვენ ვერ გამოვლენთ. თქვენ რეკლამის უფლება არ გაქვთ. მე რეკლამის უფლება არ მე ხომ აქ იმის უფლება ვთქვა, ვინა ვარ, მერვე ნომერი ვარ. ეს სამი ოფიცერი მერვე ნომერი ვართ ამ როლდარში. პარტიას არ ვასახელებ. აი ასე, ბატონი გელა ხუციშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი. იროვნება რაც მთავარია და თავისი სამშობლო საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე ამბროლაურს ვუსურვებ გამარჯვებას ბატონი გელა რომ ამბროლაურელი გახდება თქვენის წყალობით. მადლობა.